ალბათ ჩვენთან ყველას სიჩქარება. რა თქმა უნდა, სიგარეტი ცვლის სისხლის მოქცევას ამცირებს, ესე ვთქვათ. არსებობს რამე რისკები? ძალიან ბევრი რისკი არსებობს, რომელიც პაციენტებს ხშირად არ მოწოდს. დანაწიბური დარჩება? არსებობს შეუძლებელი მოთხოვნილების მქონე პაციენტები. ყოველ დღე ბრძოლა. გამოდის რომ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი ან დედაქალაქში მიდის, ან აგერ თურქეთში გადადის, არის ესეთი შემთხვევები. შეიძლება თუ რა რაიმე სახის თვითმკურნალობა. გამორიცხულია თვით. კიდევ ერთხელ ის დაგახლავთ ანთებითი პროცესი და ეს ანთებითი პროცესი უნდა იყოს ქრონიკულ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს წვავე მომენტები, არ უნდა იყოს ეს თქვათ გამწვავების პროცესი. მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ჩემი სახელი არის ოლგა და დღეს ჩვენ საუბრობთ საინტერესო თემებზე. საუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც აერთიანებს მაღალ პასუხისმგებლობას, ზუსტ გადაწყვეტილებებს და საკმაოდ დიდ გამოცდილებას. იმპლანტოლოგიაში და ყბა-სახის ქირურგიაში. ჩვენი სტუმარია ექიმი ლევანი კონცენლიძე, ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი აჭარიდან. ექიმი, რომლის პრაქტიკა ეფუძნება არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ სწორ შეფასებას, ეთიკას, მეგობრებო და პაციენტთან ნდობის ჩამოყალიბებას. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ იმაზე, როგორ მიიღება რეალური გადაწყვეტილებები ქირურგიაში. რა შეცდომებს ხედავთ ყველაზე ხშირად პრაქტიკაში, ყოველდღიურ საქმიანობაში. როგორ შეიცვალა პაციენტის მოლოდინები და როგორია მაღალი დონის ზოგადად მედიცინის განვითარება რეგიონებში. ეს საუბარი საინტერესო იქნება, ვფიქრობ, როგორც ნამდვილად. ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის და ზოგადად იმათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს, რა დგას ამ რთული ქირურგიული გადაწყვეტილებების უკან და რა არის კბილის იმპლანტაცია. მაგრამ ლევანი ექიმო, სანამ ჩვენ დავიწყებთ, ასე ვთქვათ, კლინიკურ საკითხებზე საუბარს, ჩემი პირველი კითხვა არის ესეთი. როგორ მიხვედი როგორ მოხვედი ამ პროფესიაში, როგორ აირჩიე ეს კარიერა და რომ არა ეს კარიერა, ვინ იქნებოდი? ხო, ნამდვილად დასაფიქრებელია, საინტერესო, მაგრამ ჩემი პროფესიის არჩევანი დამოკიდებულია სიმართლე გითხრა პირდაპირ ოჯახთან მომდინარე. ოჯახი სამედიცინო და ჩემი ფარმაცევტი გახლავთ, მამა ჩემი პროვიზორი. მუდმივად ბავშვებიდან მიწევდა სამედიცინო გაზომილებაში ყოფნა, საავადმყოფოში ყოფნა, აპტეკაში ყოფნა. გარშემო ნათესავები, ექიმები ბევრი გარემოცვიდა, გარშემო ექიმების ბევრი გარემოცვა მქონდა, ამიტომაც რატომღაც გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს საკმაოდ ისეთი კარგი პროფესია იყო და პასუხისმგებლიანი პროფესია და სოციალურ სიმწეში საკმაოდ კარგი მდგომარეობით სარგებლობდნენ ექიმები და მეც მინდოდა რომ რატომღაც გამოსულიყავი ექიმიდან. ანუ ბავშვობიდან ვიყავი ჩართული ხალათის სიყვარულით და საავადმყოფოს სიყვარულით. ძირითადად იქიდან გამომდინარე, მამა ჩემი ფერშალი იყო და მუდმივად საავადმყოფოში იყო. ძალიან ხშირი კომუნიკაცია და მუდმივად ფაქტობრივად ყოფნა მიწევდა საავადმყოფოში, რამაც განაპირობა ნამდვილად შეიძლება ითქვას ჩემი პროფესიული გადაწყვეტილება. სხვა გზა არ გქონდა? არა, სხვა გზა არ მქონდა, ესეთ რაღაცა არ ყოფილა, მაგრამ სურვილი ყოველთვის გარემო ფაქტორები ბევრ რაღაცას მოქმედებს, რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე, რომ მე რაიონში დავიბადე, გავიზარდე, ერთი მხარე შრომა, ფიზიკური მოგვიხსენებათ და მეორე მხარე თეთრი ხალათი. ორი ესეთ აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობა, სადაც ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ბედნიერები იყვნენ. ორივე სიმწეში საკმაოდ კარგად და ბედნიერად გრძნობდი თავს, მაგრამ ექიმობა ალბათ ფაქტორი იმისა, რომ გარემო სივრცემ ბევრად მოქმედა. რთული სამსახური გაქვს. ვისაუბრებთ ახლა ჩვენ ყბა-სახის ქირურგიაზე, ვისაუბრებთ სტომატოლოგიაში, კბილის იმპლანტაციაზე, აუცილებლად შევეხებით ყველა ამ თემას, მაგრამ კიდევ იცით როგორი კითხვა მინდა დაგისვა. ამდენი ხანია მუშაობ, ამდენი წელია ხარ ამ საქმიანობაში. დღეს რა გაძლევს მოტივაციას, რომ კვლავ დარჩე ამ სფეროებში? ყველას დიდი მოტივაცია არის ალბათ ადამიანი რო ირჩევს პროფესიას, ეს უნდა მოდიოდეს ყველას დიდი სურვილიდან, სიყვარული, უნდა გიყვარდეს ესაც აკეთებ და ყველას დიდი მოტივაცია არის პასუხისმგებლობა. ანუ დროს თავისი ესე ვთქვათ დიდი სივრცე მაქვს ადამიანებთან ურთიერთობის და ეს არა მარტო პროფესიის, არამედ საკუთარ თავთან იმ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა, რომლებსაც აქვს შენი იმედი და ის რომ გარკვეულ მომენტში
და მაშინ როცა საჭირო იქნება დახმარე მდგომარეობაში და გვერდში დაუდგები. ამიტომ мотиваცია ფაქტურად მხოლოდ და მხოლოდ აი პროფესიული სიყვარულის და პაციენტების მიმართ აი ვალდებულება და პასუხისგებლობა, რომელიც აუცილებელი ფაქტორია და ბევრ ცხოვრებისეულ მომენტში წინააღმდეგობებს ლახავს და ხშირად ეს ეხება პირად მდგომარეობასაც, ეს ექიმებისთვის დამახსდებელია, იმიტომ რომ ფაქტურად ოჯახი და საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს გარშემო არის, ბევრად შეიძლება მოაყლდე რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია და მათ შორის ეს ფაქტორი არის შენი პროფესია და იმედი პაციენტის გვერდში დგომის აუცილებლად მაშინ როცა საჭიროა და არა მაშინ როცა რაღაცა მდგომარეობა მივა, ასე ვთქვათ, რაღაც მდგომარეობამდე გართულდება. ამიტომ თან ქირურგია მოგეხსენებათ არის მუდმივად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეასრულო შენი სამუშაო. შენი ფიზიკური, ანატომიური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიუხედავად. რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ისეთ მდგომარეობა, როცა შეუძლებელია შენი საქმის შესრულებისთვის ფიზიკური შესაძლებლობები არ გქონდეს. მაგრამ ესეც ვერ ხდება ხანდახან წინააღმდეგი უნდა ყოველთვის მზად იყო, რა თქმა უნდა, აი ამ საქმის შესრულებისთვის. სხვანაირად არ იქნებოდა ისეთი ესე ვთქვათ მდგომარეობა, რომელსაც თითოეული ადამიანი თავის პროფესიაში აღწევს. რაც თურმეტი გულისხმულია, მეტი ყურადღება, მით უფრო მეტი სასიამოვნო შეგრძნება ყოფილი პაციენტების და ამ ადამიანების სამსახურში ყოფნა. ყველაზე დიდი ეს არის, რომ შეიძლება ადამიანს დაეხმარო და ამის შესაძლებლობა გაქვს ნებისმიერ დროს უნდა იყო მზად ამისთვის. უნდა იყო ფორმაში. კი, ფორმაში უნდა იყო ყოველთვის. ყოველთვის არ არის, მაგრამ ძირითადად 90% უნდა მზად იყო ყოველთვის რა. ანუ წინააღმდეგობები, განმე ფაქტორები რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ზოგადად თავარი мотиваცია ეს არის და ყოფილება მოდის შემდეგ შენი შრომის ნახვით და დაფასებით ეს არის. ნამდვილად, ქირურგია ისეთი საკითხია, განსაკუთრებით ყბასახეში მუშაობ, ჩვენ ტრავმისებზეც. ბევრი დაუგეგმავი, დაგეგმილი მდგომარეობები ძალიან მარტივია და კარგია და შეიძლება შეაფასო, შეცვალო შესაბამისი მდგომარეობის და მიხედვით, მაგრამ ის რაც არ არის დაგეგმილი, ამ შემთხვევაში შენ ყოველთვის უნდა იყო მზად შენი საქმის შესასრულებლად. ერთია გეგმიური, მეორეა არა გეგმიური, ურგენტული, საჩქარო, ქირურგიული ოპერაციები და ასე შემდეგ. გეგმიური ქირურგია გაცილებით ისეთია. გეგმა. აი გეგმა სიამოვნებს უკვე ბევრი ფაქტორი გათვლილი გაქვს და სწორი შედეგი ორიენტირებული გაქვს. აი ურგენტული ქირურგია ცოტათი რთულია, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება სამდგომარეობას და იმ გამოცდილებებს ეფუძნება, რომელიც შენ წლება მოგიტანა. თავიდან ნებისმიერ მდგომარეობაში, განსაკუთრებით ქირურგიაში ეს ყოველთვის შეუძლებელია. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ზუსტი მდგომარეობა, ყოველთვის არის რაღაც წინააღმდეგობები, რომელიც გამომდინარე არსებული დაავადებების ან დაზიანების მასშტაბებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ, რომ მაქსიმალურად მივიდეთ იმ ანატომიურ შესაძლებლობების დაბრუნებამდე, რაც თქვათ შესაბამისი დაზიანების შედეგად ვითარდება. ვინაიდან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებობს გეგმიური ქირურგია და არაგეგმიური ქირურგია, დავიწყოთ გეგმიურით, ყველაზე სასიამოვნოთი როგორც უკვე აღნიშნე. გეგმიურში ალბათ უნდა გავიყვანოთ რახან ჩვენი მთავარი სპეციალობა არის. თავი რა, ერთ-ერთი სპეციალობა არის კბილის იმპლანტაცია, მინდა რომ ამ საკითხს შევეხოთ. თუ გაიხსენებ პერიოდს, თქვათ 10 წლის წინ, შეიძლება 15 წლის წინ, მაშინ დენტალური იმპლანტაცია, კბილის იმპლანტაცია ესე ფართოდ გამოყენებული და ყველასათვის ცნობადი არ იყო. დღეს ვფიქრობ, რომ გარკვეულ საზოგადოებას გონია, რომ ეს არის რუტინული პროცედურა. როგორ ფიქრობ, ასეა თუ არა? სიმართლე გითხრათ, კი არ გავიხსენებ, ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ როცა ჩემი სამედიცინო საქმიანობა იწყებოდა, ეს არის უკვე 10 წელზე მეტი, ანუ რა თქმა უნდა, თითქმის 18 წელია. იმპლანტაციასთან დაკავშირებით, როცა მოქონდა უკვე პირველი შეხებები ბათუმში და ჩვენს რეგიონში, ფაქტიურად ჩამოსული, ანუ თქვათ, დაპატიჟებული სპეციალისტები აკეთებდნენ, ადგილობრივები ფაქტიურად არ იყვნენ, ძირითადად რა თქმა უნდა რეგიონიდან, ანუ უცხოელი სპეციალისტები. შესაბამისად სივრცეები, ხა დღეს რო არის შესაძლებლობა ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა, ძალიან ბევრი
ახლო მანძილებით და სხვა დატვირთვებით არის ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა არ იყო. შესაბამისად რაც არ იყო რაღაცის დაწყება მოგვიწია და გვიწევდა და დავიწყეთ ესე დაბიჯებით და სხვათა შორის წინსრება ამის საფუძველი მოგვცა ამის შესაძლებლობა რომ ჩვენ მე პირადად გქონდა ზოგადი პასახის ქირურგიული განათლება და დღეს რაც ამარტივებს მარტივად თქვი რაც საზოგადოებრივ რუტინულ მდგომარეობას რაც ტექნოლოგიები რაც ესე ვთქვათ თვითონ პროტოკოლის შესრულების სიმარტივე არის ეს მაშინ შეუძლებელი იყო მაშინ ყველაფერი უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ადამიანის ინდივიდუალური ლოკალური დეფექტის ან დეფორმაციის აღსადგენად კარგი ცოდნა რომელიც შენი ხელებით შესრულდებოდა და მოდიოდა ეს რა თქმა უნდა მარტივი არ იყო ამიტომაც იყო რომ მაშინ მეტი შესაძლებლობების ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად იყო გარკვეული წინააღმდეგობები შესაბამისად შედეგიანობის თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში დრომ მოიტანა პრაქტიკამ მოიტანა რომ ფაქტურად დამატებით სიამოვნება გეგმიურ სტომატოლოგიაში ის დღევანდელი ნავიგაციური მიმართულება ყველაფერი მაგრამ ფაქტობრივად შეგრძნებები რომელიც ყალიბდება ხელებში ეს ძალიან დიდ საფუძველს მოიცავს და მოიცავს იმ ქირურგიულ ეტაპებს რომელიც შეიძლება ითქვას ადამიანმა გაიაროს ამ პროფესიის განვითარებაში ამიტომ ჩემი აზრით შედეგიანობა პირდაპირ დაკავშირებულია შენი შრომის ხანგრძლივობაზე და იმაზე თუ როგორი მონდომებით როგორი ესე ვთქვათ როგორი პროგნოზით აკეთებ და როგორ შესაძლებლობებს აძლევ ადამიანს ხანგრძლივი შედეგი მიიღოს და იყოს ბედნიერი მე ესე ვთქვათ აი ამ დეფიციტის აღმოფხრის შემდგომ რა თქმა უნდა პაციენტი ხომალდის ხიმილისტვის არა მარტო ესთეტიკა არამედ თავარი ფუნქცია რომელსაც უფრო გვიან ხდება პაციენტი ვიდრე ესთეტიკური მომენტი ანუ ესთეტიკური მომენტის კომბინაცია ეს ორივე რომელიც თანხვედრა ყველაზე მთავარი ფაქტორია ნებისმიერი ესე ვთქვათ დეფიციტის თუნდაც მცირე ან მასშტაბური დეფიციტის აღმოფხრის დროს რაც უფრო მასშტაბია დეფიციტის უფრო მეტი სირთულეები და წინააღმდეგობები მაგრამ დღეს ეს მომენტები უფრო გამოცდილებიდან და შესაძლებლობებიდან ნაკლებად არის და უფრო პროგნოზირებადია. შესაბამისად დღეს უკვე იმდენ მართლა ძალიან ბევრი ტექნოლოგია არსებობს ბაზარზე, რომელიც მართლა უფრო პროგნოზირებადს ხდის. მე მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი შესაძლებლობებმა ადამიანის ექიმის ხელი ფაქტურად ბევრ ფაქტორში ჩამოაცილა, ესე ვთქვათ, რაღაც საქმის კეთებას და საერთოდ ტექნოლოგიები მარტო ჩვენ სფეროში არა, ყველა განზომილებაში ამის მდგომარეობას მოიცავს, რომ ადამიანი უფრო ცილდება, ესე ვთქვათ, თავის ხელის შრომით, შეგრძნებებით საოპერაციო მოტივად მიდამოს და ეყრდნობა თუნდაც შაბლონს, ან ვთქვათ, იმ ელექტრონულ დაგეგმარებას, რომელიც შეიძლება მის გაკეთებულიც არ არის, ხო? ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ასეც არის. თანამედროვე ტექნოლოგიები. და ჯერ სადავართ ხელოვნური ინტელექტიც. ხელოვნური ინტელექტიც, ხო, მაგრამ ადამიანის ფაქტორები ცოტა გამოცდილება და ის წლები რაც გაატარეთ თქვენ პრაქტიკის დროს, მაინც სულ სხვა. კი, დამხმარე ტექნოლოგიები რა თქმა უნდა ეხლა. კი, ამარტივებს ახალმოკლე ხდება პროცედურები, შედეგიანობის ეფექტურობა მაღალია. ნაკლებად ინვაზიურიც. ნაკლებად ინვაზიურია, ყველაზე მთავარი შედეგიანობა რაც უფრო მეტია ინვაზია, მით უფრო ხანგრძლივია რეაბილიტაციის პერიოდი მოკლეა. მომენტალური დღეს ესე ვთქვა. დღეს ყოველთვის ნაკველი. ისე სხვათა შორის ამაზე მინდა გკითხო. პაციენტი მოდის და იძახის, კბილი არ მაქვს, კბილი მინდა. ვისთან და მოვიდეს? ლევანი ექიმო შენი აზრით. ექიმ ორთოპედთან თუ ექიმ იმპლანტოლოგთან? პირველი ვისთან და გაიაროს კონსულტაცია. პირველში უნდა, რა თქმა უნდა, გადაწყდეს არა კბილის უქონლობა, არამედ მისი ყოფნის შესაძლებლობები. და ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის ორთოპედიული და ოკლუზიური, ესე ვთქვათ, კომუნიკაციები, ვილთარკალის შეფასდეს, რომ სწრაფად და მომენტალურად მოხდეს პაციენტის სასურველი დეფიციტის აღმოფხვრა. ამიტომ ეს ვიზიტი ერთ სპეციალისტთან უნდა იყოს კომბინირებული, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი აკეთებს ამ ყველაფერს, ძალიან ხშირად ასე ხდება, არის მით უმეტეს პატარა დეფექტების დროს შეუძლია რა თქმა უნდა ერთ ადამიანმა დაგეგმოს ჯამში უნდა იყოს კომბინირებული მუშაობა ორთოპედის ქირურგის სწორი დაგეგმარებას აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი. ახლა დღევანდელ დღეს
ვიწრო სპეციალიზაციება, ბევრი ზოგადი სამუშაოების, ანუ ეს დანაწილება, თქვათ, მდგომარეობის ასეთ მდგომარეობაში მოყვანა, ხო? გამოყვა აუცილებლობა მრავალი სპეციალისტის ჩართულობისად, ხო? ეს მოგეხსენებათ, რომ გასული პერიოდში არ იყო და ერთი ადამიანი ასრულებდა, ასე ვთქვათ, იმ თერაპიულ ნაწილსაც, ორთოპედიულ და ქირურგიულ ნაწილსაც. რა თქმა უნდა, დამატებითი ახლა ესეთი კარგი სპეციალობები, რომელიც განსაზღვრავს პაროდონტოლოგია და ასე შემდეგ. ბევრ ფაქტორს და შემდეგ ხანგრძლივობას, ყოფადობას ჩვენი შრომის, თითქმის არ იყო, ასე ვთქვათ, განაწილებული იყო ერთი ადამიანი და სუნუნავდა ეს ერთი ადამიანი. ამიტომ ეს ფაქტორებიც თუ ერთი ადამიანის მიღწევაში და შესაძლებლობებში ძალიან მთავარ როლს თამაშობს და არ უწევს პაციენტის, ასე ვთქვათ, განაწილება. პირიქით შეუძლია ითქვას, ექიმი უზრუნველყოფს, შეიძლება თვითონ არ აკეთებს იმ ორთოპედიურ ნაწილს, მაგრამ დაგეგმარებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუნდაც ქირურგი. რა თქმა უნდა. კი, თუ ეს გამოვლილი აქვს, რა თქმა უნდა. საკმაოდ დიდი ნახტომი აქვს, მინდა გითხრა, ჩვენს სფეროს. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ 10 წლის წინ ძალიან ამდენი მოკლე ტექნოლოგია არ პერიოდში, იყო, ხო? კი, ძალიან დღეს დიდი სხვა ყველაფერი მედიცინის დარგებთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წინსვლა აქვს, ნამდვილად. იმიტომ რომ შედეგიანობა და ეს ეფექტურობა, რაც სხვათა შორის ჩვენს ქვეყანაში ძალიან სწრაფად ხდება რეაბილიტაცია, რომ გავუყოთ სხვა განზომილებები, არ მომოფეხა თქვა ტექნოლოგიურად, უბრალოდ ალბათ ჩვენთან ყველას სიჩქარება. და ჩვენ ზოგადად სულ გაჩქარება? ექიმებიც მიჩქეულიან ჩქარა, ესე ვთქვათ, შედეგებს. ნუ ჩქარა, რა თქმა უნდა, იმაზე მეტად რაც ფიზიოლოგიურად ჭირდება დრო მიიღება შედეგს ვერ იჩქარებ, მაგრამ აი პატარა მონაკვეთებში შეიძლება მიიღო ისეთი ეფექტი, რომელიც შეიძლება სხვამ დაჭირდეს დიდი დრო. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ვარ ნამყოფი ევროპის სხვადასხვა დენტალურ სტომატოლოგიურ კლინიკაში და რა მინდა ვთქვა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი იგივე, ყველანაირი თანამედროვე დანადგარი, იქნება სკანერი, იქნება, ნუ ზოგადად აპარატურა, ეს თქვა ფართო აუდიტორიისთვის რო ვისაუბრო, ყველაფერი რაც კი არსებობს თანამედროვე აქვს ჩვენს კლინიკებს. აქ 100% მართლა ეგრე თავი ყველაფერი ფაქტორი ეს არის შედეგიანობის და წინსვლის, იმიტომ რომ ტექნოლოგიები შესაძლებლობები ყოველთვის მაღლა წევს ეფექტურობის გაზრდას და ადამიანების განვითარებას, ინტერესს, სპეციალისტების რაოდენობის მატებას, ეს ჯაჭვია, რომელიც მოიცავს ნებისმიერ ქირურგიაში წარმატებული შედეგის და ეფექტურობის ხანმოკლე დროში მიღების საშუალებას. ჩემი აზრით ესე არის, იმიტომ რომ ადრე თუ არ იყო ბევრი სახის ქირურგი, ხო? თქვათ, ახლა რეგიონში შეიძლება ითქვას უკვე ათეულია და შეიძლება მეტიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ცვლილებაც ფაქტორები მოქმედებს, მაგრამ თავი ეს ჯაჭვია, რომ ეს გოლები, ესე ვთქვათ, ყარა დგას ერთმანეთთან და ტექნოლოგიებთან პირდაპირ დაკავშირებული. წინსვლა არის. ისე აპარატურაზე საუბრისას ხლა აღნიშნე, რომ ჩვენ ძალიან განვითარებული სტომატოლოგია გვაქვს. ამ თვალსაზრისით მინდა ისიც აღნიშნო, რომ დღეს ბაზარზე კბილის იმპლანტებზე თუ საუბრობთ, ბევრი სხვადასხვა კომპანია არის, ევროპული, ამერიკული და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი კითხვა არის ახლა ნახე როგორი. შენი გამოცდილებით რა ფაქტორებია უფრო მნიშვნელოვანი წარმატებული იმპლანტაციისთვის, ვიდრე თავად იმპლანტის ბრენდი? რა ხდის ოპერაციას უფრო წარმატებულს? ერთი უკვე აღნიშნეთ გამოცდილი. ძალიან მარტივია აქ ეს იმპლანტი მოგეხსენებათ წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილ საყრდენს, რომელიც მომავალში კბილთა რკალში ნაწილობრივი ან ტოტალური დეფექტების აღდგენას ემსახურება. თავარია ეს ხელოვნური საყრდენი იქნას ანატომიურად სწორად, იგივე დაუბრუნდით ტექნოლოგიებს, ხო? ადრე თუ არ იყო ესე ვთქვათ, ამის მოთავსებული და ნაკლები ინვაზიური, რომ რეაბილიტაციის მომენტი და ინტეგრაციის მომენტი იყოს არასტრესულ გარემოში და არა დათქმული. იმპლანტის ანატომიური აგებულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს. შემდგომი ეს იქნება იმპლანტთან კომუნიკაციის, იგულისხმება ესე ვთქვათ, სუპრაკონსტრუქციის, რაც იმპლანტზე კეთდება, შეერთება ძალიან დიდ როლს თამაშობს და ეს ყველაფერი იხვეწება ყოველდღე, მიდის იქამდე, რომ მაქსიმალურად ეფექტური და ხანგრძლივი იყოს ზედა კონსტრუქციების, ესე ვთქვათ, ორთოპედიული კონსტრუქციების გაკეთება, მაგრამ ყველაზე მთავარი საყრდენი ერთი მხრივ ის როგორც სწორადაა მოთავსებული ძვალში და რამდენად სწორად გაინაწილებს ღეჭვით ეფექტურობას. ეს არის ყველაზე მთავარი. თვითონ იმპლანტის ბრენდი ზოგჯერ დიდ არაფერს ანიშნავს. თუ ის არ არის სწორად განთავსებული ძონგში. რა თქმა უნდა. სწორი ცოდნით.
არის რამე უკუჩვენება დენტალური იმპლანტაციისთვის? მაგალითად, სიგარეტს ეწევა პაციენტი, ან დიაბეტი აქვს, ან უკუჩვენება ონკოლოგიურია. შეიძლება იყოს აბსოლუტური და შედარებითი უკუჩვენებები. აა, კონტინგენტი პაციენტების, რომელსაც აქვს შედარებითი უკუჩვენები, დაწყებული მავნეჩვევებიდან დამთავრებული ორგანიზმის ზოგად მდგომარეობის ისეთ ფაქტორებს, რომლებიც ქმნის პრობლემას არა მარტო ინტეგრაციის, არამედ შემდგომ პერიოდში იმპლანტის ცხოველმყოფელობის მდგომარეობას და ძვლოვანი ქსოვილის ანატომიის შენარჩუნების მდგომარეობაზე. ესე არის შედარებით წინააღმდეგ ჩვენები. როცა პაციენტი არის ორიენტირებული და მზად იმისთვის, რომ მიიღოს ის შედეგი, შესაბამის ჩვევებს, თუნდაც ზოგად მდგომარეობის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობის რაღაც ფაქტორებს აწესრიგებს, ის იქნება სტაბილური. და სტაბილური და ხანგრძლივი იქნება ეფექტურობა. მაგრამ არსებობს აბსოლუტური უკუჩვენებებიც, ხო? ეს არის მოგეხსენებათ დაავადებები, რომელიც ონკოლოგია იგივე, ანუ ისე ვთქვათ, ინფექციური დაავადებების ფორმები, რომელიც ძიმე აუტოიმუნური ესე ვთქვათ, დეფიციტს იწვევს. ამ შემთხვევაში ინტეგრაცია არ არის და შესაბამისად, თუნდაც როც გაკეთდეს, ხო, ის უშედეგო იქნება. და ასეთ შემთხვევაში პაციენტები ეგუებიან სამწუხაროდ იმ მდგომარეობას, ან არ ეგუებიან, აკეთებენ და მერე შედეგს ღებულობენ. იგივე ჰეპატიტი, იგივე ფაქტორები, შაქრიანი დიაბეტი, არის სისხლთა ძიმე პათოლოგიები, ენდოკრინოლოგიური პრობლემები მოგეხსენებათ ძალიან დიდ ფაქტორს როლს თამაშობს ჩვენ ძვლოვანი ქსოვილის ანატომიის მდგომარეობას და მის შემდგომ ესე ვთქვათ ყოველდღიურ ყოველ წუთში ხდება მოგეხსენებათ ოსტეოგენი ჩვენს ორგანიზმში იცვლება ცვლადი ფაქტორები, ამიტომ ეს ყველაფერი შედარებით წინააღმდეგ ჩვენება. მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა უკუჩვენებებიც, როცა შეიძლება ითქვას უარი იმპლანტაციის გაკეთებას. თუმცა სიგარეტის მოწევა, ანუ თამბაქო. სიგარეტის მოწევა არის ფაქტორი, რა თქმა უნდა, მაგრამ შედარებით დიდ ვერაფერს ნუ იქ თუ პაროდონტის ქსოვილი კარგია, არა მარტო სიგარეტის მოწევა. სხვა სიტყვებით, რბილი ქსოვილი კარგ მდგომარეობაშია, ესე ვთქვათ, და დაცვა, ესე ვთქვათ, გარემოსთან კონტაქტის კარგია. რა თქმა უნდა, სიგარეტი ცვლის სისხლის მოქცევას, ამცირებს, ესე ვთქვათ, ანატომიურ შესაძლებლობებს ამ დროში, მაგრამ ჰიგიენა კიდევ ყველაზე მთავარი ფაქტორი და სული ორთოპედიული როგორი კონსტრუქცია. ჰიგიენა უნდა ქონდეს პაციენტს, რომელიც ატარებს იმპლანტს? იმპლანტი ხომ გონია, ზოგჯერ პაციენტს გონია, რომ ეს არის ხელოვნური და არ საჭიროებს. ხო, არ საჭიროებს. აქ არის შეცდომა, სამწუხაროდ არ ატკივდება, უკიდურეს შემთხვევაში თუ არ მივიდა იქეთ მდგომარე და არ მთავრდა ეს თქვათ იმპლანტის მიმდებარე ბილიქსოვილების ანთება, რომ ეს ტკივილის სახით გამოვლინდება და ხდება აცენდის მიზეზი, ეს უკვე ხდება გვიან. ანუ მანამდე პაციენტი არ იცავს, იმიტომ რომ კბილს ესე ვთქვათ, უფრო მეტი მგზნობიარე მდგომარეობა აქვს გარემო ფაქტორებთან და მოულელობასთან მიმართებაში, ვიდრე იმპლანტს, იმიტომ რომ ის მოგეხსენებათ, ინერვაციის მომენტები მარტო მოიცავს პერი იმპლანტის გარშემო სივრცეს. ამიტომ იქ პრობლემები გროვდება და მე როცა ერთად ჩდება, უკვე რაღაც არასასურველი შედეგია. ამიტომ ჰიგიენა იმაზე მეტად აქტიური უნდა იყოს, ვიდრე საკუთარი კბილების, იმიტომ რომ საკუთარი კბილების გარშემო პათოლოგიები და პრობლემები გაძლევს იმის, ესე ვთქვათ, რეაქციას, რომ უკვე რაღაცა არ არის ისე არ კეთდება ესე და იმპლანტთან ცოტა შეიძლება არ იყოს ეს, ესე ვთქვათ, გამაფრთხილებელი სიგნალები თავის დროზე. ამიტომ მეტი ყურადღება წმენდაზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა. რა სიხშირით უნდა იაროს პაციენტმა იმპლანტირებული იმპლანტით? შედარებით იმაზე მეტად გაჩნია ახლა რა დეფიციტის დეფექტი აქვს და რა როგორი აღდგენილია, ახლა ერთეული კონსტრუქციები რა თქმა უნდა შეიძლება არ სტაჭდეს არც არასდროს, მაგრამ როცა ტოტალური დეფექტებია რეაბილიტირებული, იქ აუცილებელია, იმიტომ რომ ბიო სივრცე გრძილის და პაროდონტის ქსოვილის, რომელიც იმპლანტის გარშემოა, რბილი ქსოვილების იცვლის ფორმას კიდე რა კიდე ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რაც პირდაპირ ფაქტორად დაკავშირებულია ჰიგიენური სტატუსის მდგომარეობასთან, რაც უფრო ნაკლებ დაცულია, უფრო მეტად მალე ხდება შედეგების არასასურველი შედეგების მიღება. ამიტომ უფრო ხშირად, როგორც ვიდრე საკუთარი კბილების. მით უმეტეს თუ იმპლანტაცია არის ტოტალური, იქ ფიზიოლოგიური წმენდა რა თქმა უნდა კარგად ხდება კვების დროს და საკვების დახოცვაცების დროს, მაგრამ სივრცეები არსებობს, სადაც არ ხდება, ესე ვთქვათ, კომუნიკაცია გარემოსთან და ფიზიოლოგიური წმენდა. დიახ. კონსტრუქციასა და რელიეფს შორის, რომელიც განთავსებულია თუნდაც მიკროსივრცეების სახით, ხიდისებრი კონსტრუქციები იგულისხმება და აქ იწყება მერე პრობლემები. დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია. იმპლანტაცია. ტკივნეულია? ხო, ეს ისეთი შეკითხვა, რა თქმა უნდა, ტკივნეული არ არის არასდროს. თუ
კარგი, მომზადებულია პაციენტი, ყველაზე მთავარი ემოციური ფონი, რა თქმა უნდა და გაუთქმარების მეთოდები, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია ადგილობრივი და გამტარობითი მდგომარეობით შემოიფარგლოს. ნუ თუ არ ჩავთვლით ისეთ მდგომარეობას, როცა პაციენტი ვერ არის სადა ყოველთვის ესე ვთქვათ არის იშვიათად რა თქმა უნდა, რომ უნდა შეიძლება ითქვას კომბინირებული ანესთეზიის ქვეშ ან თქვათ თუნდაც ზოგადი ოპერაცია. ფოთო როცა ახასიათებს კი, ხო, პაციენტს. ანუ ემოციური. ნარკოზით გაკეთება იმპლანტაციის შესაძლებელია. რა თქმა უნდა, კი. რა საკიდან კეთდება, რა საკიდან შეიძლება გაკეთდეს იმპლანტაცია? იმპლანტაციის ჩატარება სასურველია ყვაყვილთა სისტემის, ასე ვთქვათ, ლის ანატომიური სრულფასოვნების შემდგომ. სასურველია. ამისა საკითხი რა თქმა უნდა, მამაკაცებში მანდილოსნებში ვარირებულია სხვადასხვა ყვაყვილთა სისტემა, ყბის სისტემა ზრდის პროცესი უნდა იყოს დასრულებული. სხვა შემთხვევაში ნაჩქარევი იმპლანტაცია, ნაადრევი იმპლანტაცია ყოველთვის გვაძლევს ისეთ შედეგს, რომ იმპლანტის გარშემო ანატომიური ცვლილებები ხდება წვერის ქსოვილის და შემდგომ რაღაც სახის დეფიციტით გამოვლინდება. კონკრეტული ასაკი უფრო ინდივიდუალურია, ეს ინდივიდუალური აგებულა დღეს თანამედროვე რეალობაში საკმაოდ ესე ვთქვათ ვარირებული პერიოდია უფრო რა თქმა უნდა 25 წლის შემდეგ. კარგია, მაგრამ არის შემთხვევები, რომ უფრო ადრეულ ასაკში, როცა არის საჭირო ოკლუზიური პრობლემების დახმარება, მინი იმპლანტების, თუნდაც იმპლანტების დახმარებით ცვლილებები, რომელიც შემდგომი ორთოპედიული მკურნალობისთვის საჭიროებს, ამიტომ ცოტა ადრეულ ასაკში შეიძლება გაკეთდეს. მაინც 18-ის ზემოთ უფრო გაჩნია. ასაკი ინდივიდუალური მდგომარე, კი ბატონო. ბასახის ქირურგიაში მუშაობ. მოვიდა 12-13 წლის პაციენტი, რომელსაც გააჩნია სამწუხაროდ დიდი მასშტაბის ტრავმა. საჭიროებს ძვლის დამატებას, არსებობს ესეთი ტერმინი, როგორც არის აუგმენტაცია. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ასაკში მოხდეს პაციენტის აუგმენტაცია. რა ასაკიდან შეიძლება რომ არ არის შესაძლებელი. აქვს ასაკობრივ მომენტს აუგმენტაციას დაკავშირებით, თუ დეფიციტი არის მასშტაბური გამოხატული, ის შეიძლება იყოს აუტოაუგმენტაცია, ან ქსენო აუგმენტაცია. გააჩნია დაზიანების მასშტაბს მოიცავს ყბის თუნდაც ზედაქვედა ყბის მთლიანობას, ან ნაწილობრივ დაზიანებას, ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში თუ შეიძლება ითქვას არ არის მასშტაბური, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი მეთოდებით შეიძლება გაკეთდეს. თუ თან დართულია დაზიანება კბილთა მწკრივის დაზიანებასთან ერთად, რა თქმა უნდა. ძირითადად შეზღუდული ასაკი აუგმენტაცია. აუგმენტაცია ნიშნავს არარსებული ანატომიური ცვლილებების აღდგენას და ანატომიურ ნორმასთან მიახლოებას და ზრდის პროცესის შეფერხების წინააღმდეგობა არ იყოს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვი მოზარდია. ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ იმპლანტების გამოყენება, როცა მოტეხილობა, დაზიანება აუცილებელია გარდაუვალია, რომ მათი მოხსნა, შემდგომ ესე ვთქვათ, მეორე ქირურგიული ჩარევაც იყოს საჭირო, რომ ზრდის მდგომარეობას ცვლის ყბის, იგივე ქვედა ყბის, თუნდაც ზედა ყბის, როცა მოზარდებში ეს არ ხდება, ხო? როცა დასრულებულია ყბის ანატომიის და ამ შემთხვევაში უკვე აუცილებლობა იმ იმპლანტის ამოღების აუცილებლობა არ არის. ეს ბავშვთა ასაკში პირიქით, ხო? ანუ ძალიან ინდივიდუალურია და ძალიან ესე ვთქვათ კონკრეტული კლინიკურ შემთხვევიდან გამომდინარე, ეს ზოგადად ასე შემთხვევა რთულია. აუგმენტაციის წინააღმდეგობა არ არის ასაკში არ არსებობს. თუ არის კიდევ რა თქმა უნდა შესაძლებელია კარგი სახეობის ქსენო, თუნდაც აუტო ესე ვთქვათ საკუთარი ძვლის გამოყენება. აი ზუსტად ამაზე მინდა რომ გკითხო. ხელოვნური ძვლის დამატება აუტოტრანსპლანტაცია, ანუ ალოტრანსპლანტაცია, ანუ გავსი ანატომიური აგებულების, ან თავისი ადამიანის. ანუ თავისი ხშირად ბავშვთა ასაკში ეს არ არის შესაძლებელი, მაგრამ მოზრდილებში რა თქმა უნდა არსებობს. იმის ტოტალური დეფექტების აღდგენა აუტოტრანსპლანტატით. და ხელოვნური ძვლის დამატება. ხშირად ვნახავთ კლინიკაში მივდივართ და ექიმი გვეუბნება რომ აქ საჭიროებთ ხელოვნური ძვლის დამატებას. ცოტა ჟღერს შესაძლოა პაციენტისთვის ცოტა უცხოა, რას ნიშნავს ხელოვნური ძვლის დამატება? ანუ ამის განმარტება პაციენტისთვის მიტანა ინფორმაციის ყველაზე მთავარია. ყოველთვის ფიქრობს პაციენტი რაც ხელოვნურია, ის არის ცუდი, შეიძლება არ შეხორცდეს, არ მიიღოს, თქვათ ეს თავისი ესე ვთქვათ
შესაძლებლობებიდან, რაც იცის, იქიდან გამომდინარე, მაგრამ როცა მას გააუხსნი და გადასცე პაციენტს, რომ ის ხელოვნური ძვალი შეიძლება იყოს ადამიანის სახეობიდან, ან შეიძლება იყოს ცხოველური სახიდან, რაც, რა თქმა უნდა, იდენტობის ინდივიდუალური მდგომარეობით გამოიხატება და იმის დამიხედვით თუ რა სახის, ასე თქვა, დეფექტის აღმოფხვრა საჭირო. ამის გადაცემა პაციენტისთვის ყველაზე მთავარია. ამ შემთხვევაში უკვე პაციენტს დაკლები კითხვები აქვს. ზოგადად პირველი შეკითხვა ნამდვილად ისე დასაფიქრებელია ყველასთვის, ვინც არ არის კონდ. მაგრამ დღევანდელი პაციენტები ძალიან ესე ინფორმირებული არიან, თუნდაც იმპლანტაციაში, თუნდაც აუგმენტაციაში და გაცილებით დეტალურად და კარგად არიან იციან, ესე თქვა, აღნიშნული ფაქტორებთან რა მნიშვნელობა აქვს იმ რეაბილიტაციას, რომელიც ახლავს თუნდაც აუგმენტაციას და როგორც სრულფასოვანია რეაბილიტაცია, როცა აუგმენტაცია კეთდება და აქ უკვე აღმოიფხრება არა მარტო ფუნქციური დეფექტი, არამედ ის მნიშვნელოვანი ესთეტიური დეფექტი, რომელიც ყველაზე მეტად ფაქტურად პაციენტებში მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს, განსაკუთრებით ღიმილის სივრცეში. ამიტომ აუგმენტაცია ფაქტურად გარდაუვალია თითქმის ეგსაც საჭირო. მნიშვნელოვნად გამოხატული დეფექტების დროს და აუცილებელია. იმიტომ რომ ხანგრძლივობა და პროგნოზი იმ კონსტრუქციისა, რომელიც იმპლანტაციის შემდგომ გაკეთდება, პირდაპირ დაკავშირებულია თუ რო რელიეფს ერგება ეს კბილები და რამდენად იდენტურია ანატომიური აგებულება იქ განთავსებული კბილების. და სინუს ლიფტინგი. რა არის სინუს ლიფტინგი? სინუს ლიფტინგი პირდაპირ აგებით წარმოადგენს თავისუფალ სივრცეში, რომელიც გარემოსთან დაკავშირებული როგორც პირის ხვიდან, ასევე სხვის ხვიდან, შექმნას ანატომიური აგებულების დამატებას. ანუ მოგესწრებათ გახლავთ დამატებით წიაღი, ცხვირის ხვს თანამად წიაღი, რომელიც ძალიან ახლოსა კბილთა რკალთან და საღეჯ კბილების მიდამოში, რაც როგორც ინდივიდუალური აგებულებისა პაციენტებს შეიძლება იყოს ძალიან დაბალი, ანუ ძალიან ახლოს, ან თქვათ ხანგრძლივი ადენტიის შემდგომ მოხდა გარკვეული ესე თქვათ ძვლიანი ქსოვილის დეფიციტის განვითარება. არარსებული ძვლის შექმნა აიმორის წიაღის ფსკერზე. ეს არის გახლავთ სინუს ლიფტინგი. ანუ პირდაპირ გაგებით ლიფტინგი, რასაც წარმოადგენს გაზრდა ქსოვილების, ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილის გაზრდა, ესე თქვათ, ალვეოლური მურჯის არეში, რაც იძლევა საფუძველს შემდეგ საყრდენის მომავალი იმპლანტის ან მომენტალურად იმპლანტის ჩასმის. რაც პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტულ არსებობს რამე რისკები? ძალიან ბევრი რისკი არსებობს. დაგვამშვიდე. კი, სინუს ლიფტინგი იქიდან გამომდინარე, რომ მარტო პირის ღრუს არ უკავშირდება ცხვირის ღრუს. ამიტომ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები, პათოლოგიები პირდაპირ პროპორციულია შეფექტურობაზე და იმ ჩანერგილი ძვლოვანი ქსოვილის ინტეგრაციაზე. ამიტომ უნდა იყოს მოწესრიგებული მაქსიმალურად ცხვირის ღრუს ვენტილაცია, ესე ვთქვათ, გამავლობა შუა სავლის, გამავლობა კომუნიკაციას, აერის მოძრაობა, აიმორის წიაღში შუა სავლები უნდა იყოს კარგი, არ უნდა იყოს ლორწოვანი გარსის ანატომიური ცვლილება, რაც ფაქტიურად წარმოადგენს ჩვენ გადანერგილი ძვლოვანი ქსოვილის და გარემოს საზღვარს. და ეს ფაქტორები თუ არ მოგვარდება, სინუს ლიფტინგი არ გაკეთდება არასასურველი, ხო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაკეთდეს იზოლაცია გარდა საკუთარი ლორწოვანი გარსისა ბიოლოგიური მემბრანების საშუალებით. მაინც არის, ესე ვთქვათ, ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ხელი შეუშალონ. შეზღუდვები, ხო, რომელიც ახლავს სინუს ლიფტინგს. და სინუს ლიფტინგის შემდეგ არის თუ რა რამე შეზღუდვები, მაგალითად არც. გარკვეული პერიოდი არსებობს. დავისვენო სადღაც არსებობს შეზღუდვები, რომელიც პაციენტებს ხშირად არ მოწონთ, განსაკუთრებით ვინც სიგარეტს ეწევა და ერთ-ერთი ბევრი სპეციალისტი რა თქმა უნდა ართვლის ამას განსაკუთრებულ ფაქტორად, მაგრამ არის ეს ფაქტორი, იმიტომ რომ სიგარეტის მოწევის პროცესი თანდართულია ვაკუუმთან, რომელიც პირის ღრუში იქმნება და ქმნის გარკვეულ წრევათა თანაფარდობას, რაც პირდაპირ პროპორციულია რისკებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომ დაზიანდეს მთლიანობა ჩვენს მიერ ახლად ჩატარებული ოპერაციის იზოლაციის საზღვარი, თუნდაც მემბრანა იყოს ჩაფერილი და შესაბამისი არასასურველი მდგომარეობა. შემდეგ შეიძლება ითქვას ფრენასთან, თქვათ, ტაიმინგთან რაღაც ფაქტორები, რომლებიც შემიძლია თუ არა, მე ვარჯიშობ მძიმე წონებით, შემიძლია თუ არა ფიზიკური აქტივობის გარკვეული შეზღუდვა აუცილებელია ჩატარებული მასშტაბი, ოპერაციის ჩატარების მასშტაბიდან გამომდინარე. შეიძლება არაფერი არ შეუზღუდო, თუ მარტივია, დახურულია სინუს ლიფტინგი და ანუ ისეთ გამომდინარე ინდივიდუალური, მაგრამ იმაზე მეტი შეზღუდვებია, ვიდრე სტანდარტული იმპლანტაციასთან მიმართებაში.
რაში ცდებიან პაციენტები ყველაზე ხშირად დენტალურ იმპლანტაციაზე საუბრისას? ხო, ცდებიან ძირითადად ადამიანი როდესაც ყვითავს დენტალურ იმპლანტაციაზე გარკვეულად ინფორმირებული არსებობს და ინფორმაცია აქვს ამის შესახებ, რაც ყველანაირ შესაძლებლობა არის დღეს თანამედროვე რეალობაში. ცდებიან იმ ანატომიური შესაძლებლობების შეფასებას, რაც მათ ინდივიდუალურად აქვთ და უნდათ ეფექტურობა, რაც იციან და სმენიან, ხო? ამათი თანხმედრა თუ არ არის, ხო, პაციენტი ხდება ამაში და უფრო მეც ითხოვს, თუნდაც დროში, ან თქვათ, შედეგიანობაში, ვიდრე მისი ანატომიური შესაძლებლობა იძლევა. გადაწყვეტილების მიღება, რომ იმპლანტაცია, თქვათ, არ გაიკეთოს რაღაც მიზეზების გამო. ეს ესეთი მომენტი ნაკლებად, როცა კომუნიკაცია არის უკვე ეფექტური და სრულფასოვანი, უკვე შეკითხვები ამ შემთხვევაში აღარ აქვს პაციენტს, მაგრამ როცა ინდივიდუალურად ფიქრობს, აი ხა რატო გავიდა 3 თვე ან თქვათ 4 თვე და არ არის, თქვათ, შედეგი ან თქვათ, რატო გაგრძელდა, ხო? ეს ფაქტორები თუ დეტალურად უნდა გადავცეთ და მივაწოდოთ პაციენტს, რომ შეცდომები არ იყოს და შედეგიანობა იყოს ორიენტირებული არა მარტო ჩვენი საქმის ეფექტურობაზე, არამედ პაციენტის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც შემსრულებიდან თავს აგვარიდებს. არის თუ არა საჭირო რაიმე სახის დამატებითი გამოკვლევა დენტალური იმპლანტაციის წინ? ბუნებრივია, რა თქმა უნდა, საჭიროა. იმიტომ რომ ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ჩვენი პროცედურის შემდეგ ხდება ოსტეოგენეზი და ის ფაქტორები, რომელიც ვალწარმოქმნის პროცესს ხელს უშლის, უნდა იქნას სრულფასოვნად გამოკვლეული და არ უნდა გაკეთეს მარტივად, არა უბრალოდ შედეგის მიღების შემდგომ, არამედ მანამდე ჯობია ჩვენი შედეგიანობის ეფექტურობისთვის. ბევრი გამოკვლევები, თუნდაც კატე. დიაგნოსტირების რადიოლოგია ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა. ზოგადად ორგანიზმის მდგომარეობა იგულისხმება. ბევრი ფაქტორები, რომლებიც პირდაპირად მოქმედებს ვალწარმოქმნის პროცესზე. ეს ყველაფერი უნდა იქნას შეფასებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ხარჯზე და შესაბამისად მომზადების შემდგომ პაციენტი რამდენი წუთი გრძელდება კბილის იმპლანტაცია? მარტივი შედარებით იმპლანტაცია მარტივი. მით უმეტეს თანამედროვე შესაძლებლობების ხარჯზე 15-20 წუთი. ანუ პაციენტს არ ჭირდება მთელი დღის გამოთავისუფლება. თუ ნამდვილად არა, სასურველია ძალიან რომ ბევრი ამ პაციენტია დღეს ჩვეულებრივად აგრძელებს შემდეგ ცხოველყოფილობას, თუნდაც ნებიტალური მარტივი, რა თქმა უნდა, მასშტაბი თუ არის ქირურგიული ჩარევის დიდი, შესაბამისად არის მომზადებული პაციენტი და არის მზად იმისთვის, რომ გარკვეული შეზღუდვები ახლავს ყოფადობაში, ცხოვრებაში თუ თავის საქმიანობაშიც. რა რჩევას მისცემდი დამწყებ ექიმ იმპლანტოლოგებს? დამწყებ ექიმ იმპლანტოლოგებს მივცეთ იმ რჩევას, რომ მთავარია იმას, რასაც გააკეთებთ, უნდა იყოს გააზრებულად, კარგად გაანალიზებული და გულისყურით უნდა მიუდგენ საქმის კეთებას. უნდა უყვარდეს რაც საკეთებს. მით უმეტეს თუ ადამიანი აპირებს რომ და იმიტომ იწყებს რომ რაღაც აპირებს, შედეგიანობა პირდაპირ დაკავშირებულია რამდენად მეტად გულისყურით და ესე ვთქვათ გულმოდგინედ მიუდგების შესაქმიანობას. აუცილებლად სრულფასოვნად უნდა იქნეს ის ეტაპები დაცული პროტოკოლის, თუნდაც ესე მარტივად ვთქვათ ქირურგიული მიმდინარეობის, რაც პირდაპირ დაკავშირებულია შედეგიანობაზე და იმ უმნიშვნელო ნაწილებიც შემდგომ როცა არ გახდეს ფაქტიურად მნიშვნელოვანი არასასურველი შედეგისთვის, უნდა იქნას ყოველთვის გათვალისწინებული. და რა თქმა უნდა კომუნიკაცია იმ საზოგადოებასთან, რომელიც შემდგომ აპირებს, თუნდაც არ მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ყოველთვის გაანალიზონ, ბევრი შეკითხვები დასვან, არა მარტო საკუთარ თავთან, შეუძლია სხვასთანაც დასვან და შემდეგ იქნება ბედნიერი ეს ექიმი, იმიტომ რომ შედეგი იქნება სხვანაირად, რა თქმა უნდა. ზუსტად ვიცი, ბევრ დამწყებ ექიმ იმპლანტოლოგს შენთვის დაურეკავს არჩევისთვის, ამიტომ კითხვები ნამდვილად კი, უნდა ეს დაისვას. ობიექტურია, ბუნებრივია, აბსოლუტურად, როცა უდგები რაღაცის მნიშვნელოვანის მით უმეტეს, რომელიც შენი ცხოვრების და შენი რეალობაში არსებობის მდგომარეობას ეკუთვნის, უნდა იყოს ყველა ეტაპი მაქსიმალურად დაცული და განსაკუთრებით ინდივიდუალური პასუხისგებლობა ნებისმიერი თუნდაც მცირე პროცედურის მიმართ, რომელიც პირდაპირ თქვა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებულობას და მომავლის განვითარებას. ყველაზე დიდი, ბევრი
აი მუდმივი განათლება, მუდმივი ფონი იმისა, რომ მ, იყო იმ მდგომარეობაში, რაც დღეს რეალობაში არის და არ დაგავიწყდეს საიდან მოდიხარ, ეს აუცილებელი ფაქტორია. კარგი სიტყვებია. მინდა გადავიდეთ ყოფასახის ქირურგიაზე, ცოტა ოდნავ შევეხოთ ამ თემასაც. ფიქრობ, კი ბატონო. ბერს, არა, მოდი ბერს არა. გარკვეულ საზოგადოებას, გარკვეულ ნაწილს მაინც და მაინც არ ესმის, რა ოპერაციებს აკეთებთ ყოფასახის ქირურგები. Ну, საზოგადოების ნაწილი, ვისაც არ ასე ვთქვათ, წევი ამ თქვათ მისახლობელს, ესეთი ფაქტორად არ არსებობს, სიმართლე გითხრათ, გარკვეულ მდგომარეობაში ადამიანებს უწევთ პირის ხრუს თუ პასახის მინდამოს პათოლოგიების და პრობლემების აღმოფხვრა უფრო დიდ სივრცეში, ну, პასახის სადაც სტაციონარი გულისხმობა, ანუ საავადმყოფოში. Ну, ეს იქ შეიძლება იყოს ამბულატორიის სივრცეში, რა თქმა უნდა, დღის სტაციონარში და ასევე, რა თქმა უნდა, საავადმყოფოში. მაგრამ პასახის ქირურგი არის შეიძლება ითქვას ძალიან დიდი შესაძლებლობები, დიდი პასუხისგებლობა და აა პაციენტებთან მიმართებაში ყველაზე დიდი და მთავარი ფაქტორის ჩამოსაყალბებელი მომენტი, რომელსაც ნდობა ქვია. და ამის მოპოვებას გარემო ფაქტორები, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს, ვიდრე თქვა კერძო სივრცეში მოხდე, ან თქვა სტაციონარში მოხდე. ამიტომ ამ, აა, ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ითქვას არ არის ცნობილი თუ არ მოხდა კონკრეტულ რაღაც ობიექტურ მდგომარეობამდე, რომელიც აღმოფხრის შემდეგ უკვე ხდება, თუ რას ნიშნავს მარტივად რო თქვა, თუნდაც კბილის ექსტრაქცია, რომელიც გარკვეული ქირურგიული პროცედურა და დღეს თანამედროვე რეალობაში ჩვეულებრივი მოვლენა და აბსოლუტურად ყველა სტომატოლოგი ამას შეძლებს, მაგრამ არის მომენტები, როცა არის უფრო ქირურგიული მდგომარეობები და უფრო მასშტაბური მდგომარეობები, რომელიც საჭიროებს მარტივად გადაწყვეტას. მარტივად, ანუ ნაკლები სტრესით და ნაკლები ინვაზიით. სანამ გართულდება მარტივად რო ვთქვათ, ხო? ანუ პასახის ქირურგებთან მოდიან ეგ პაციენტები ძირითადად როგორ? გართულებული პაციენტები, ხო? ან თქვათ მდგომარეობა, რომელიც მიუღებელი შედეგით სრულდება, ხო? იგულისხმება ეს გართულება, ანუ საავადმყოფოს ფაქტორი ეს არის. ну არ ვამბობ ეხლა თქვათ урგენტულ ქირურგია სხვა საკითხია, მაგრამ აი პირველი კომუნიკაცია ჩვეულებრივ სტანდარტული პაციენტისა იწყება რაღაც ქართულნა და მოხდა უკვე ქირურგიულ სივრცეში. აა მიღებული შედეგი განსაზღვრავს პაციენტის ანუ იმ შინაგან და ცნობიერების დონეს, რომელიც შემდგომში ყოველთვის წინსრებით რჩევით ან სხვა ადამიანებთან რჩევით გამოიხატება, იმიტომ რომ სანამ რაღაც მასშტაბურს გადაწყვეტა, ჯობია ესე ვთქვათ, პურის მშობელთან მოხდეთ ხა ესეთ შედარებას გავაკეთებ, ვიდრე ვთქვათ, უფრო მარტივ სივრცეში. სანამ გართულება მოხდება. და რამდენად ხშირია ავარიების შედეგად მიღებული ტრავმების მკურნალობა და აღდგენა და ზოგადად აი მარტივენით რომ თქვათ, ჩვენი ფართო აუდიტორიისთვის რას ნიშნავს აღდგენა ტრავმის შემდეგ? როგორ ხდება? ძალიან ხშირია შეგვახედეთ ცოტა ბოლო ქირურგიულ პერიოდში, ну ეხლა თქვენ კაბინეტში. ავტოავარიები ახსენეთ, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფაქტორის ტრავმები, რომლებიც არის საყოფაცხოვრებო, სხვა განზომილების ტრავმები, მარტო ავარიები, არა, მაგრამ სხვადასხვა შორის ავტომობილების მატება მარტივად იწევს უფრო მეტი მომართვენება ვიდრე ადრე იყო. ну ეს ყოველთვის იყოს და არის. საქმე იმაში, რომ ადამიანს სხვათა შორის არა? ხო, არა მარტო სკროლი, ველოსიპედი. სკროლი, ველოსიპედიც. შეიძლება ადამიანს არ კონდეს სხეულის სხვა რაღაც აღზიანება, მაგრამ სახის მიდამოში დაზიანება აქვს, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, გარემო, თუნდაც ავტოპირველი, ესე ვთქვათ, აქვს ხვედი გაკეთებული, მაგრამ თავი მაინც ღებულობს რაღაც სახის ტრავმას. ну გამომდინარე იქიდან თუ რა სახის დაზიანება და რა მასშტაბის დაზიანება, პაციენტის დახმარება სტაციონარ მდგომარეობაში ყოველთვის ისეთი სრულფასოვანი ეფექტური არ არის, იმიტომ რომ არსებობს მომენტები, როცა არის დანაკარგები. ანუ როგორც სპილი ქსოვილების, ასევე მაგარი ქსოვილების. მაგრამ ჩვენი პროფესია იძლევა და ჩვენი მდგომარეობა იმის საშუალებას, ну თებდეს თანამედროვე მდგომარეობა, როცა შესაძლებელია მზად იყო მომენტალურად ამ დანაკარგების იგივე იმპლანტით, იგივე თქვათ რეკონსტრუქციული საშუალებებით მომენტალურად აღდგენა. ну ამათი თანხვედრის მომენტია ყველაზე მთავარი ფაქტორი. აქვს თუ არა ამ სივრცეს, სადაც ესე ვთქვათ, ხდება პაციენტი, აი ამ სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის საჭირო მომენტალური შესაძლებლობა, რომელიც გადაუდებელი პროცედურის დროს, ანუ ქირურგიული ჩარევის დროს არის საჭირო.
კიდევ ერთხელ ვიტყვებას, რომ გამოხატული დაზიანების მასშტაბები განსაზღვრავს რამდენად აღდგება, თქვენ რასაც შეკითხვა დასვით, ყბების თლიანობა, ან თქვათ ბილიქსოვილების თლიანობა. რა თქმა უნდა, როცა დეფიციტი არის გარკვეული, ესე ვთქვათ, პოსტოპერაციული, ანუ ერთი ქირურგიული ჩარევა არ არის საკმარისი და პაციენტს შეიძლება დაჭირდეს პირველი დახმარების შემდგომ რაღაც რეაბილიტაციის რამოდენიმე ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა დარჩეს, როგორც ბილიქსოვილების, ასევე მაგარი აღდგენის ფუნქციის და ესთეტიური შესაძლებლობის აღდგენის თვალსაზრისით. და ნაწიბური დარჩება? ყოველთვის არის ნაწიბური, შეიძლება იყოს უხილავი შეუმჩნეველი, ეხლა თქვენ თუ გინდათ კანის ნაწიბურს, კანის ნაწიბური მით უმეტეს ტრავმული დაზიანების დროს რჩება. განაკვეთის დროს რჩება, ესე ვთქვათ, უხილავი ნაწიბური, რომელიც თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ხილვადობის სხვა მდგომარეობაში ყოველთვის შესამჩნევია. ამიტომ ნაწიბური შეიძლება ითქვას ყოველთვის არის. ნებისმიერ პროცედურას ახლავს ნაწიბური. აბსოლუტურად ეს ფიზიოლოგიური შედეგია ჭილობის თუ დეფექტის შეხორცების. შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, ან იყოს შეიძლება შესამჩნეველი. ძირითადად ჩვენი ზრუნვა იმისკენ რომ იყოს შეუმჩნეველი და მაქსიმალურად იყოს შესრულებული განსაკუთრებით ესთეტიური ზონები, რომელიც აი ესთეტიკაზე გკითხავთ. რომელია ყველაზე რთული ასპექტი ყბასახის ტრავმების მართვისას? ფუნქციის აღდგენა, ესთეტიკა თუ პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა? რა არის ყველაზე რთული? კი, პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება ითქვას ინდივიდუალურია და ბევრი ადამიანი ზოგადად შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებად საზოგადოება რამოდენიმე კატეგორიის ინდივიდუალურია, ხა კონკრეტული კლასიფიკაცია აუცილებელი არ არის ზედმეტი ესთეტიური მოთხოვნების მქონე პაციენტი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ადამიანი ინდივიდუალურია და მოთხოვნები ინდივიდუალური. არსებობს აი პაციენტების ჯგუფი, რომელიცაც იმაზე მეტი უნდათ, რაც მას ბუნებრივი ანატომიურობა აძლევს და მით უმეტეს რაიმე სახის დაზიანების შემდგომ მოთხოვნები უფრო იზრდება. არსებობს შეუძლებელი მოთხოვნილების მქონე პაციენტები. ეს ძალიან მცირე კატეგორია. აი მანამდე ნათქვამი აუცილებელი მოთხოვნილები აქვს პაციენტს, უფრო ხშირი პაციენტები ესეთი. არსებობს 7 პაციენტები, ანუ შედეგიანობა ამა თუ იმ სახის პროცედურის შემდგომ არის მათთვის მისაღები და შესაგნები, რომ რაღაც სახის ამ ოპერაციას ახლავს რაღაც სახის ესთეტიური თუ ფუნქციური დეფიციტი. სხვათა შორის ცოტაა ესეთი პაციენტები, ხო, ესე ვთქვათ, უფრო მეტი კატეგორიის პაციენტების არის გარკვეული მოთხოვნით. ხო, გარკვეული მოთხოვნით. კი. ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. გამომდინარე მასშტაბებისა, თუ რა სახის დაზიანება. თან თუ ეს ტრავმული სახის დაზიანება, ამ შემთხვევაში შენ ვერ პროგნოზირებ იმ სასურველი შედეგის მიღწევას, გამომდინარე მასშტაბებისა. ხომ შეიძლება იყოს პატარა, რა თქმა უნდა, შედეგიანობა კარგია, როცა დიდი მასშტაბისა უკვე შედეგიანობა რთულია და აქ უკვე ხდება, ესე ვთქვათ, გარკვეული ესე ვთქვათ, მოლოდინის აუარესება. მაგრამ არსებობს ბედნიერი პაციენტებიც, რომელიც ყოველთვის ღებულობს იმას, შესაძლებლობებიც აძლევს, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ესე ვთქვათ, კომბინაცია ესთეტიური და ანატომიური აგებულების თანხვედრა, რა თქმა უნდა, идеალურ შედეგია პაციენტის მოთხოვნილების დაკავყოფილების, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი. და ობიექტური მდგომარეობა მიდგომა ძალიან მარტივია. ანუ რა თქმა უნდა, ამას კომუნიკაციის ძალიან დიდი გამოცდილებაა საჭირო პაციენტს გადასცე და მიუტანო ეს, ხო? სრულფასოვნება ვივცით ჩვენ ყველა სრულფასოვნებისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას არის გარკვეულწილად შესაძლებელი მცირე მდგომარეობაში, მაგრამ მაინც ბრძოლა და მაინც გვინდა რომ ესე ვთქვათ, აი ეს დაუკვირვებელი მომენტები იქნას აღმოფხვრელი. ყოველი დღე ბრძოლა. 10 წლის წინაც, 20 წლის წინაც ასე და დღესაც ასე და ხვალინდელი დღე უფრო მეტი ბრძოლა. და მოთხოვნა, მოლოდინი. ობიექტური და შესაძლებელი მოთხოვნები. ეს არის მთავარი. შეუძლებელი მოთხოვნების აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, რთულია, კი. ხო, ბევრ გაზომილებას ხვდება ადამიანი, ექიმი ამ მდგომარეობაში და
სტრესია. შეიძლება ითქვას პაციენტმა არაფერი არ თქვას დაждდეს კონსულტაციაზე უკვე იცი რა სურს. ეს გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტია, როცა ემოციონალური სახის მდგომარეობა პაციენტის შინაგან მოთხოვნებზე საუბრობს და უკვე დაიწყებს საუბრობს, უკვე გარკვეულწილად მზად ხარ იმისთვის, ასე ვთქვათ, როგორ შეხვდე, როგორ დაამშვიდო, როგორ მიცე იმის. ყოფილა ისეთი შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის უარი გითქვამს. პროფესიულ მდგომარეობაში არ ყოფილა შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურვილიც გქონდა, მაგრამ არა. ვერ ტყუარს არის სხვასახის ქირურგიაში იმპლანტაციაში შეიძლება თქვა უარი. კბილის ამოღებაზე შეიძლება უთხრა უარი რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ სხვასახეში ქირურგიაში უარის თქვა საკუთარი საქმის კეთებაზე რასაც შენაკეთებ, რაც უნდა როგორი პაციენტიც არ უნდა იყოს. ადამიანს არა, კიმს არ აყურებ. ხვასახის ონკოლოგია ფიქრობ საკმაოდ რთული საკითხია და რა ნიშნებია რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება პაციენტებმა და არ უნდა გამორჩეთ ექიმებს ხვასახის ონკოლოგიაში. ხო, არის ფაქტორები სამწუხაროდ ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ეს ნიშნები ძალიან გვიან ჩნდება. და შეიძლება გამოჩნდეს ანატომიური ცვლილებებით, რომელსაც შეიძლება უმნიშვნელო ცვლილებებს პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას. მაგალითად რელიეფური დეფორმაციას, მაგალითად ყვავილთა სისტემაში, ხო? კანის რბილი ქსოვილების პირისყრის მდგომარეობის ანატომიურ ცვლილებას, რომელიც ფერის ცვლილება? ხო, უმნიშვნელო შეიძლება ჩვევათ აქვს, ეხლა მე ვეწევი სიკარეტს, ვთქვათ რაღაცა და აქვს ლორწოვან გარსე პირისყრში ანენაზე რაღაც ვთქვათ უმნიშვნელო შეიძლება ითქვას უსიმპტომოც ხშირად შეიძლება იყოს თავიდან ის უსიმპტომო, როცა არ მოხდება რომ ვთქვათ ანატომიური აგებულების თლიანობის დარღვევა და არ ერთვება მასში რაღაც ანთებითი მოვლენები, უკვე სიმპტომი რომელიც პაციენტს ძირითადად ახვედრებს ექიმთან არის ტკივილი. ან თქვათ ანუ სადღაც პირისღრუში მას ტკივა. სადღაც ტკივილი ერთ-ერთი ფაქტორი, ხო? ეს ტკივილი ყოველთვის შეიძლება არ იყოს. გაჩნია რა, ხო, რა და დაჟეჟილობა ან პირიქით რაღაც ანთება, აი რა ვიზუალურად ანთებითი მოვლენების გამოჩენა არის უკვე რომელიც ღია სივრცესთან გარემოსთან ჩდება, უკვე მანიშნებელი რომ პაციენტი მოხდება ექიმთან. მანამდე შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ პირისყრის ლორწოვანი გარსის კანის ყბების ანატომიური ცვლილებები შეიძლება უმნიშვნელოდ, მაგრამ იყოს გარკვეული ონკოლოგიური დაავადების დასაწყისში. ამიტომ ძირითადად თანამედროვე რეალობაში ახლა ძალიან ესე ვთქვათ, ისეთი პაციენტი უნდა იყოს, რომელიც არ აქვს კომუნიკაციაში საერთოდ ან ვთქვათ სტომატოლოგთან არა და ესე მოდის პირდაპირ მერე ქირურგთან უკვე სტომატოლოგიდან, თუნდაც ხო, პირისყრის ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში გვიან ვიზიტის შედეგად, ხო? იმიტომ რომ ითმენ და გარკვეულ სიმპტომებს, თუნდაც იმ ტკივილს იკეთებდა თქვათ რაღაც ინდივიდუალურ მკურნალობას ეწეოდა, ხო? აი ფაქტორებს უნდა მივაქციოთ. ამიტომ თვითგადაწყვეტილება ნებისმიერ მდგომარეობაში სპეციალისტის გარეშე, თუნდაც მედიკამენტოზური მკურნალობა რაღაცა თქვათ თვითნებად არასასურველი და აუცილებელი ყოველთვის იყოს სპეციალისტის თუნდაც მიახლოებული სპეციალისტის, რომელიც შემდგომ აი თუ თქვათ აქვს რაღაც წარმონაქმნი. ვისთან მოდის სტომატოლოგთან პირისღრუში? ხო, ამ შემთხვევაში ხშირად პაციენტები სტომატოლოგთან ხდებიან. ხშირი შემთხვევაა და სტომატოლოგი, რომელიც კომპეტენტურად შესაბამისად შეაფასებს, აძლევს მისამართს, ესე ვთქვათ, შესაბამის სპეციფიკურ მიმართულებას, სადაც როგორ უნდა გაგრძელდეს და სად უნდა მოხდეს დიაგნოსტირება. ხო, ამის შემდეგ უნდა თქო უნდა დიაგნოსტირების მომენტი ინდივიდუალური და ექიმის მიერ, გინდა სტომატოლოგის და გინდა ქირურგის მიერ უნდა იყოს სასურველია მალევე, რომ შედეგიანობა ეფექტური იყოს. გამოდის საკმაოდ მთავარი როლი უჭირავს იმ სპეციალისტს, ვისთანაც ხდება პაციენტი ადრეულ ეტაპზე. ძალიან დიდი როლი უჭირავს დიაგნოსტირების ყველა მეთოდის დასრულფასოვნად გაკეთებას, რადგან ამა თუ იმ არის შემთხვევები, რომ გარკვეული ოპერატიული მკურნალობის შემდგომ გამოჩნდება ამა თუ იმ დაავადების ავთვისებიანობა თუნდაც, ხო? არის კეთილსებიან სიმსივნეებს და პირისყრის დროანქსოვის რბილი ქსოვილების კეთილსებიან სიმსივნეებს ჩვენ როგორც ყვასახის ქირურგები ვაკეთებთ, მაგრამ ონკოყვასახის ქირურგია და თავის დაკისრის ონკოლოგია სხვა მიმართულება. ამიტომ სანამ რაიმე სახის თქვათ პროცედურა თქვათ ჩატარდება, მანამდე არსებობს დიაგნოსტირების
მომენტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავიაროთ, ვიდრე თქვათ რაღაც ქირურგიულ მომენტს ჩავატარებთ და შემდგომი უკვე სხვა პრობლემების წინაშე დავდგებით. ამიტომ ნახევარი მკურნალობა ნებისმიერ დაავადებაში, მკურნალობის ნახევარი ნაწილი სწორი დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა. შედეგი პირდაპირ ორიენტირებული ამაზე. თუ როგორ ფიქრობ, ოკეი, ჩავიტარეთ დიაგნოსტიკა. და შემდეგ როგორ ფიქრობ, რამდენად საკმარისად ინფორმირებულია საზოგადოება, თუნდაც საექიმო, სტომატოლოგიური, ყბასახის ონკოლოგიური დაავადებების შესახებ? მე ვფიქრობ დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ინფორმირებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები არის დღეს იმ აუცილებლებელ მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რომ ექიმი მუდმივ განათლებას უნდა გადიოდეს და არის ფაქტორები, რომლებიც აძლევენ თანამედროვე რეალობაში აუცილებლად საჭიროებას ექიმის განათლებისა, დამატებით სპეციალობებში, რომელიც არის რისკ ფაქტორები და მომიჯნავე მიმართულებები. ეს აუცილებელია და დღეს ამის შესაძლებლობები არსებობს და საკმაოდ კარგია და ეს მაღლაწევს იმ საექიმო საზოგადოების ცოდნის და კომუნიკაციის მდგომარეობას პაციენტთან მიმართებაში, ვიდრე ადრე იყო, ხო? ამიტომ ეს აუცილებელი ფაქტორია და უნდა ელემენტარულად სტომატოლოგმა, თუნდაც არამომუშავე ქირურგიულ მიმართულებაში სასურველია ყოველთვის იყოს სად გაიაროს არსებობს კურსები და ასე შემდეგ, როცა ჩაერთოს იმ მუდმივ განათლების ნაწილში, როცა იძლევა იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი სპეციალისტი გადასცემს ინფორმაციას და შესაბამისად იმოქმედებს პაციენტთან მიმართებაში. ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ხშირი იყო ადრე გასულ პერიოდში, ეს თანამედროვეობაში უკვე ნაკლები ხდება, იმიტომ რომ რეალობაში იძლევა ეს განათლების მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ფაქტურად და ძალიან კარგია. ისევ და ისევ უბრუნდებით იმას, რომ არა თუ მხოლოდ ეს სამედიცინო აპარატურა კარგი არის ხელმისაწვდომი საქართველოში, არამედ ყველა თანამედროვე პროტოკოლი, ყველა თანამედროვე გაიდლაინი, შესანიშნავი სკოლებიც გვაქვს სტომატოლოგიაში და მე მიხარია იმის მოსმენაც, ამ სიტყვების დასტურის მოსმენაც. აუცილებელია და ავალდებულია ნებისმიერი ექიმი, რომელიც ცდილობს იყოს წარმატებული და შედეგიანი და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი ბედნიერი პაციენტები ყავდეს, სრულფასოვნად შეეცადოს ჩართული იყოს იმ პროცესში, რომ შედეგიანობის ყველა შესაძლებლობები იქნას გამოყენებული, დაწყებული ტექნოლოგიიდან და დამთავრებული მუდმივი განათლების რეჟიმი. დღეს ჩვენს 21 საუკუნეში სოციალური მედია ძალიან აქტუალურია. ყველა პაციენტმა ასეთ ვის უკვე იცის რა უნდა და მოლოდინებიც აქვს ჩვენ იდეაში ვკოთ ნაწილობრივ ვისაუბრეთ მომზადებულიც მოდის და აი რო შეადარო თქვა 10 წლის წინ მდგომარეობა დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეიცვალა და შეიცვალა თუ რა პაციენტის ქცევა მოლოდინები გავიგეთ და ქცევა ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეპოქაში რა თქმა უნდა შეიცვალა არა უარესობისკენ არა განათლებული პაციენტები გვაქვს ინფორმირებული, განათლებული და ადეკვატური შესაბამისი შედეგების მიმართებაში, რაც მათ უდგებათ და ყოველთვის, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არის მონაკლისი მდგომარეობებიც, მაგრამ ძირითადად არა მარტო ჩვენ, არამედ პაციენტებსაც მისცათ თანამედროვე შესაძლებლობა ყველა სივრცეება ონლაინ იმის ნახვა უკვე იცის პაციენტმა რა საკეთებს, უკვე როგორ იკეთებს და რამდენად ეთკინება ამაში არის თუ არა დარწმუნებული არ არის, მაგრამ ასეთვისა რა ეტაპები შეიძლება? რა ეტაპები გადის, მასშტაბები როგორი დიდი როდის არის და ერთ მხრივ ეს კარგია. ეს კარგია. პაციენტი უფრო კომუნიკაციას უფრო მარტივია, პაციენტი მომზადებულია და როცა პაციენტი მზად არის რაღაც გაკეთებას, თუნდაც ჩვენც ხართ ხო ყოფილვად პაციენტები გაცილებით მარტივია და შედეგი ნახევარია. კი, ნახევარია. სკესაკის ნახევარია. რომელიც ნამდვილად არ იყო ადრე. გასულ წლებში, ხო, ცდილობდით უფრო მეტ ახსნას, უფრო მეტ ძალიან ბევრი თავდადიჯერებულა ახსნა, იქ მაშინ ფოტო, ან თქვათ ვიდეო შესაძლებლობები, რომლებიც ადასტურებდა შენ საქმიანობის თქვათ, მაგრამ მაინც იყო კითხვით ნიშნები. კითხვით ნიშნები რა თქმა უნდა დღესაც არის. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა არის პაციენტს გამოცდილებაში აქვს რაღაც არასრულფასოვანი შედეგი, მაგრამ ამ კითხვით ნიშნებს
ინდივიდუალური გამოცდილება და ის კომუნიკაცია, რაც თავდაჯერებულად პაციენტის დობა, ბევრებას განმეორებით ოპერაციები იგულისხმება ამ შემთხვევაში, როცა არის შემთხვევები და ყველას აქვს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ქირურგიაში, რომ ერთხელ ზუსტი არასდროს არ ავარ ჩვენ და ყველას გქონია რომ რაღაც გაკეთდეს და ეს შედეგი ვერ მივიღოს რა ფაქტორების გამო ამას მნიშვნელობა არ აქვს. და განმეორებით იმ პაციენტს, ასე ვთქვათ, მანიპულაცია თუნდაც მსგავსი, მაგრამ თუნდაც მასშტაბური საკვარ რთულია, მაგრამ აა ბევრი ფაქტორები დღეს შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტმაც მიიღოს შედეგი და ჩვენს გქონდეს უფრო მშვიდად ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ ვიმყოფებით, მე ვიმყოფები ახლა აჭარაში, ჩემს საყვარელ ბათუმში. და ამასთან დაკავშირებით რამ კითხვა მინდა დაგისვა. როგორია აქ ქირურგიული პრაქტიკის ყბასახეშიც, სტომატოლოგიაშიც დონე აჭარაში, დიდი ქალაქების კონტექსტში. საკმაოდ ძლიერი შეიძლება ითქვას სიტყვას, იმიტომ რომ ეს იმ დროს მოიცავს, რომელიც ექიმების პერიოდი, ანუ ეს დღევანდელი ჩვენ შევეხეთ, რომ ტექნოლოგიები ბევრ რაღაცას ცვლის და დღეს ყველგან შეიძლება რუტინულად გაკეთდეს იმპლანტაცია. მაგრამ ამ საქმის დაწყებაც აქ ჩვენს რეგიონში არა მარტო იმპლანტაციის, ყბასახის ქირურგის საკმაოდ დიდ დროს მოიცავს. ამიტომ მიღებული გამოცდილება და შესაძლებლობები ყველა პაციენტს ფაქტურად შეიძლება ყოველთვის იყოს რაღაც მომენტი, როცა პაციენტს გაუშვდეს სურვილი სხვა განზომილებაში მოხვედრის თუნდაც, ხო? ჩვენ რეგიონში ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის, არის მომენტები, რაც შეიძლება შეუძლებელი იყოს, არსებობს ეს შეუძლებელი, არ არსებობს, მაგრამ არის ფაქტორები, რომელიც და ესეთი მაღალ ტექნოლოგიური მომენტები, რომელიც ჩვენს რეგიონში იყოს გარკვეული დეფიციტი, იმიტომ რომ აქ იცვლება სივრცეები მუშაობის, აი საზოგადოებრივი ჯანდაცვა და კერძო მდგომარეობა. ანუ იმპლანტაციაში არ არის წინააღმდეგობა და შეუძლებელი მდგომარეობა არსებობს ყოფილა და არც ახლა არის, მაგრამ არის სოციალური დაცვა ფაქტორები, რომელიც ცოტა ახლა ისე გამომივიდა ზოგადად შეიძლება დათქვამი, მაგრამ ნაკლებ ყურადღების ქვეშა, რაც მაღალ ტექნოლოგიური და ისეთი ოპერაციების გაკეთებას, რომელსაც შეიძლება ითქვას სიცოცხლის უნარიანი ტრანსპლანტაცია დავარქვათ მარტივად, ახლა მარტივად შემიძლია აგიხსნათ, თუნდაც გვიზლის ტრანსპლანტაცია წარმოადგენს ალოვიტალურ ტრანსპლანტაციას, ანუ გადანერგილი ქსოვილი ორგანო აგრძელებს შემდგომ ცხოველყოფილობას. ეს არის სითვლება ყველაზე მაღალ წვერვალად ქირურგიაში და ყბასახის ქირურგიაში. ამის შესაძლებლობები სამწუხაროდ არ არის. იმიტომ რომ ეს მდგომარეობები უნდა გაკეთდეს აუცილებლად სახელმწიფო მდგომარეობაში, სახელმწიფო დაწესებულებაში, რაც გარკვეული წინააღმდეგობები არის აუცილებლად, მაგრამ აუცილებლად დაეძლებადია. კერძო მდგომარეობები, რომელიც ჩვენს სამედიცინო გაზომილებას ძალიან ბევრ ადგილას მოიცავს, უფრო სხვა მდგომარეობებზე ორიენტირებული და თქმა უნდა კეთდება, თითქოს ესეთ ოპერაციები კეთდება იმ სივრცეებში, მაგრამ მე მუშაობ თუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უკვე 18 წელია, ბევრი ბრძოლა, ბევრი წინააღმდეგობები გავიარეთ, მაგრამ მომავალი წინ არის. ყოფილა ბევრი ოპერაცია, რომელიც გაკეთებულა და შეიძლება ყოფილიყო პირველი და იყო პირველი ესეთი ოპერაციებიც იყო, მაგრამ სტატისტიკა ოპერაციების გაგრძელების და კეთების აი ფაქტორებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ კერძო სივრცეში შექმნილი ტექნოლოგიების ინდივიდუალურია შეინსული, მაგათაც სტომატოლოგ კლინიკას გააკეთებს, შექმნი ყველაფერს, მაგრამ იქაც სადაც საზოგადოებრივ სამსახურს ეწევა, ასე ვთქვათ, ექიმი, იქ სამწუხაროდ ასეთ შესაძლებლობები არ ეძლევა ექიმს, იმიტომ რომ ცოტა უფრო რთულად არ ფიქრობს უფრო მეტად სახელმწიფო ამ მიმართულებით. ამიტომაც ვფიქრობ მომავალში იმედია იქნება ამის შესაძლებლობები, რომ დაემთხვეს ტექნოლოგიური აუცილებლობები ამა თუ იმ ქირურგიული პროცედურის და პროტოკოლის შესასრულებლად, რომელიც შეიძლება მარტივად გაკეთდეს და ამის შესაძლებლობები არის. და ამის ისტორიაც არის, მე ზეპირად ისტორიის იმის დაყრდნობით, რაც უკვე ყოფილა გაკეთებულა და გამოცდილების ხარჯზე. მომავალი წინ არის კიდევ აუცილებლად, მომავალი იგულისხმება იმ ეფექტურობაში, რაც თქვენ შეკითხვას პირდაპირ ეხება, სხვაგან გამოდის რომ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი
ან დედაქალაქში მიდის, ან აგერ თურქეთში კი, გადადის, არის ძალიან ესეთი სამწუხაროდ შემთხვევები. ესე თქვათ ძალიან ისეთი ცუდი მომენტია, კომერციული მომენტი, რომელიც პაციენტებში ბევრ ფაქტორს წყვიტავს, არა მარტო ეფექტურობის, ანუ სხვა განზომილებაში მოხვედრის ფაქტორები, ძალიან ბევრი მომენტია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მთავარი არის, რომ არის ეს მდგომარეობები. და შეიძლება რომ იყოს არ იყოს. ამის შესაძლებლობები არის დღეს ნამდვილად ჩვენს რეგიონში და არ მოიცავს მარტო ერთ-ან ორ სპეციალისტს, ბევრი სპეციალისტია, რომლებიც არიან მუშაობთ და და მზადხართ, უფრო მეტიც. შრომობთ იმისთვის, რომ მივიღოთ აი სრულფასოვნად თქვენთვის თქვენ დასმული შეკითხვის გაცემის. და როგორ მოქმედებს ტურისტული ქალაქის სტატუსი ბათუმის სამედიცინო პრაქტიკაზე? ძალიან მოქმედებს, ძალიან იმიტომ რომ დადებითად, კარგად, კარგხარეს და ეს აისახება იმ წარმატებებზე და წინსვლებზე და იმ სტატისტიკაზე, რაც თითოეულ ჩვენთაგანს ექიმს აქვს დღეს ბათუმში და ძალიან ბევრი ახალ ექიმს, ხო? ნუ მარტო ჩვენი სოციალური გარემო არ დამატებული, კიდევ უფრო მეტად შეიძლება ითქვას, უფრო მეტი რაოდენობის ადამიანების კომუნიკაცია უწევს უკვე თანამედროვეობაში ექიმებს, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების. და ეს დის შესაძლებლობას იმის, რომ საქმის ბევრი საქმის კეთება ხდება და შესაბამისად პროფესიონალიზმი და განვითარება ექიმების და ამა თუ იმ დარგის უფრო კარგია. და როგორი მოლოდინი აქვს ტურისტს? რითგან სხვავდება ტურისტის მოლოდინი ჩვენი მოსახლეობის მოლოდინებისაგან? სხვათა შორის განსხვავდება ძალიან. როგორ? რით? იმიტომ რომ ნუ ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო მეტად მომთხოვნები არიან მოკლე დროში, ვიდრე მოსული ადამიანები. იქ ის სტანდარტები, რაც აუცილებელია დაიცვა ამა თუ იმ დეფექტი დეფორმაციის ამოფრაში, ყოველთვის თანახმა. ძალიან 10% თუ გაუშვდეს შეკითხვა, რატომ უფრო მალე არა? ჩვენთან პაციენტებს უფრო მაშინ პირიქით აქვე ვცხოვრობ, აქვე შემიძლია ცოტა ხანი დაველოდო და ტურისტი ჩამოდის, ცოტა დრო აქვს, ხოპ ყველაფერი და აღარ უნდა მეორედ ჩამოსვლა. პირიქით. ისიც არის თურმე. პირიქითაც არის. აღრის კი არა როგორ არ არის. ანუ ტურისტი გასაგებია მარტივით ეფექტის ამოხრას მომენტალურად შეძლებს, მაგრამ ანუ შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების ხანგრძლივობაზე საკმაოდ დამაჯერებლად და შეგნებულად თანახმარეს, იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულია დრო, რომელიც აუცილებელია ფიზიოლოგიურად შეხორცების თქვა და ინტეგრაციისთვის და ნაჩქარევი მდგომარეობა არ გვაძლევს არც მომენტალურს და არც ხანგრძლივ შედეგს. ჩვენი კონტინგენტი, აქაური კონტინგენტი საკმაოდ მოთხოვნილი პაციენტები ყავს, ჩვენც ინდივიდუალურად ფორმაში უნდა იყოს სულ. ფორმაში უნდა იყოს სულ, კი ბატონო. ჩვენ შევეხეთ იმას, რომ არსებობს რაღაც გარკვეული თუნდაც ტექნოლოგიები, რომელიც რეგიონულ მედიცინას ნაკლებად კონკურენტუნ არიან ხდის თუნდაც აი მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, რომ ესე ვთქვათ. და ამის ფონზე რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც ფიქრობენ რეგიონში დარჩენას ან დაბრუნებას? მივცემდი იმ რჩევას, რომ ოდესღაც ყველა ადამიანს აქვს პროფესიულ განვითარებაში, მით უმეტეს თუ დიპლომის შემდგომ განათლებას ღებულობს ქვეყნის გარეთ. ჩემ შემთხვევაში ეს მოიცავდა რა თქმა უნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, სადღაც შემთხვევაში უკრაინას მოიცავდა. თანამედროვე მომავალ ექიმებს ურჩევდი, რომ მიიღონ აუცილებლად უფრო მასშტაბური განზომილების სივრცეებში, სადაც შესაძლებელია იმ დღევანდელ რეალობაში პასახის ქირურგიის მწვერვალებში არსებული თქვა ქირურგიული მანიპულაციების თუ ოპერაციების დაგეგმარება და შესრულება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მიკროქირურგიასთან. უნდა რჩებიან სხვაგან უფრო ბედნიერები იქნებიან თუ დაბრუნდებიან და მოემსახურებიან თავიანთ მოსახლეობას. ეს ძალიან საამაყოა, სასიამოვნოა და იმაზე მეტად ღირებულია, ვიდრე სხვა ღირებული მდგომარეობები ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ძალიან დიდი როლია ადამიანის შინაგან მდგომარეობაში, როცა შენ შეგიძლია ინდივიდუალურად, ან თქვათ კომბინირებულად ვინმესთან ერთად ისეთი პრობლემების აღმოფხვრა შეეძლო, რომლებიც ადამიანებს სამწუხაროდ უწევს სხვა განზომილებაში წასვლა. ეს ყველაზე დიდი პატივია და ყველანაირ საზღაურზე მაღლა დგას. და ყველა ექიმის სასურველი და სურვილი უნდა იყოს. ნამდვილად. მოდი შევეხოთ პათოლოგიურ პროცესებს, მაგალითად კისტებს.
როგორც წესი, ყბის კისტები ხშირად შემთხვევით აღმოჩენილია. შემთხვევით და კი, არის ფაქტორები, რომელიც როგორ დამიხდეს პაციენტი? როგორ დამიხდეს პაციენტი, რომ პრობლემა არსებობს? დღევანდელ რეალობაში ეს ადრე უფრო მეტი დიდად გამოხატული პრობლემა იყო, იმიტომ რომ კისტა უკვე როცა ფორმირდება კისტად, გარკვეული პერიოდი ის არსებობს. სხვა წინამორბედი ანთებითი დაავადების სახით, ხო? თქვათ ამ შემთხვევაში ეხება, თქვენ გულისხმობთ ალბათ კბილებთან დაკავშირებული კისტა, არსებობს სხვა რაღაცებთან დაკავშირებული კისტები, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი, თქვათ სხვა ფაქტორების, ტრავმის შემდგომი. კბილებთან არსებული კისტები ყოველთვის რაღაც სიმპტომებით გამოვლინდება პაციენტებში. ელემენტარულად ყრუ უმნიშვნელო ხასიათის რაღაც ჩივილებით, ხო? თუნდაც კბილის დამტკბლობის შემდგომ პერიოდი, რომელიც ყრუ ხასიათის ტკივილი შეიძლება აქვს ღეჭვა უჭირს. ახლა დამიპყრობენ კბილი და ასე მითხრა ექიმმა, რომ ეს ცოტა ხანი შეიძლება გეტკინოს, ხო? ეს იგულისხმება ენდოდონტის შემდგომი პერიოდი, რომელიც ფაქტურად ყოველთვის არ უნდა იყოს. აი უმნიშვნელო სიმპტომი, რომელსაც ეს პაციენტი ყურადღებას არ აქცევს, შემდეგ ქრება ეს სიმპტომი, იმიტომ რომ ეს ანთებითი პროცესი უკვე ღებულობს უფრო ისეთ პატარა მასშტაბს, რომ მიმდებარე ტერიტორიას უკვე ნაკლებად აზიანებს იმ თვალსაზრისით, რომ სიმპტომებს აღარ გამოხატავს. თუ არ გამოიწვია რაღაც სახის რელიეფური დეფორმაცია, რომელიც უკვე შესამჩნევი ხდება და მე ხდება გვიან დიაგნოსტირება. ან ყველაზე მარტივი მომენტი, პაციენტის პროფილაქტიკური ვიზიტი ექიმთან. ეს თუ არსებობს, კისტები არ ყალიბდება. იგულისხმება 6 თვეში ერთხელ იგივე დიაგნოსტირის რადიოლოგიური მომენტების გამოყენება იძლევა საშუალებას, რომ ადრეულ სტადიაზე მოხდეს და არ გაიმთავრდეს დიდი ზომის კისტები. რეგულარული ვიზიტები. რეგულარული ვიზიტები, გიგიენა, პროფილაქტიკა პირისყრუს და არა მაშინ, რომელიც ჩვენთან ძირითადად სამწუხაროდ განსაკუთრებით არა ქალაქში მაცხოვრებ ადამიანებთან, რომელიც სხვადასხვა სოციალური გარემოების გამო ხდებათ მაშინ მოხვედრა ექიმთან, როცა რაღაც სახის პრობლემა დგება, ან რაღაც სახის დეფორმაცია გამოვლინდა, ანატომიური ცვლილებები გამოვლინდა, ან თქვათ მოხდა ანთებით პროცესის გამწვევა, კისტა მოიხსნება წარმოადგენს ანთებითი პროცესის რაღაც შედეგს, ხო? ასე თქვათ, მოცულობით სახის წარმონაქმნის სახით, ხო? ის შეიძლება გამწვავდეს და მაშინ ხდება პაციენტი ექიმთან, ხო? ამიტომ არის რომ ასეთ შემთხვევაში ვლინდება უფრო დიდი ზომის პრობლემები. შეიძლება თუ რა რაიმე სახის თვითმკურნალობა. გამორიცხული თვითმკურნალობა კისტების ვერ შეძლებთ მივიღებთ დანაკარგს. არსებობს რაღაც მითები, არსებობს. არსებობს მითები, ხო. მივიღებთ დანაკარგს მინიმუმ 1, ან თქვათ რამოდენიმე კბილის თუ გააჩნია რა ხოლმე გაიზარდა. და როდის არის საკმარისი ქირურგიული მოცილება და როდის არის საჭირო უფრო ფართო მიდგომა? როდესაც ძალიან გაიზარდა? კარგი, ესე იგი, კისტა არის მოცულობითი წარმონაქმნი დაკავშირებული კბილის ფესვთან. ის შეიძლება იყოს მილიმეტრით დიამეტრი თქვათ, რომელიც არ ჩანს, არ ვლინდება და შემთხვევით აღმოჩნდა რადიოლოგიურად. ამ შემთხვევაში თანამედროვე შესაძლებლობები იძლევა აბსოლუტურად ქირურგიული ჩარევის გარეშე აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას. მიუხედავად ის კავშირში არის თუ არა გარემოსთან, ცდება თუ არა ძლოვან საზღვრებს, ხო? მაგრამ როცა უკვე ძლოვან ანატომიაც ცდება, ეს მოცულობითი წარმონაქმნი და ჭარბია თქვათ ზომები იზრდება, იმხელა რომ ცდება, მაგალითად ბიქსოვლებთან კონტაქტშია, ლორწოვანთან კონტაქტშია, ხო? ამ შემთხვევაში ქირურგიული პროცედურა აუცილებელია. რა თქმა უნდა, მასშტაბი ოპერაციისა გამომდინარეობს იმისა, რამდენად დაკავშირებულია უკვე სხვა მიდამოებთან, იგულისხმება სხვა ღრუებთან, ხო? მოგესწრება ზედაყბა ჰაიმორის ძიახთან, ახლა ცხვირის გულთანამაწიახთან, ცხვირთან, ხო? ამ შემთხვევაში უფრო მასშტაბი უფრო მეტია. და შეიძლება ის კლასიფიცირდეს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მკურნალობის ქირურგიული მეთოდებთან და საჭიროებებთან დეფექტების მომენტალური რეაბილიტაციის, რაც დღევანდელ რეალობაში პრიორიტეტია. დეფექტი, რომელიც კისტამ ჩამოაყალიბა, ის უნდა იქნას რეაბილიტირებული. არა თვით რეგენერაციის მინდობით, არამედ იმ შესაძლებლობით, რომელიც ასოცირდება სიტყვაში აუგმენტაციაში. და რეციდივი? რამდენად ხშირია რეციდივი? რეციდივი ხშირი დღევანდელ რეალობაში უნდა იყოს წესით, არ უნდა იყოს, მაგრამ არსებობს. რეციდივის მიზეზზე ბევრი ფაქტორი არსებობს. კიდევ ერთხელ კისტა გახლავთ ანთებითი პროცესი და ეს ანთებითი პროცესი უნდა იყოს ქრონიკულ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს წვავე მომენტები, არ უნდა იყოს ეს თქვათ გამწვავების პროცესი ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, რაც გვაძლევს
მეორადი ინფიცირების შესაძლებლობას და იმ დეფექტის რეაბილიტაცია არ მოხდება. იქ უკვე ვითარდება ისევ, ასე ვთქვათ, პათოლოგიური ანთებით პროცესი, რომელიც რეციდივთან მიდის კისრის. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იქნას პრევენცია, იმისა, რომ აღმოფხრილი ხარ სრულად წვავე ან გამწვავებული ანთებით პროცესი და პროცედურა ჩატარდეს 7 ანთებითი მოვლენების გარეშე მდგომარეობაში. რომ გარშემო ჯანსაღი ქსოვილი იყოს და სისხლომარაგება, სისხლის მიკროცირკულაცია იყოს სუფთა, არ იყოს ასე ვთქვათ, ისედაც მდიდარია ბაქტერიული ფლორა. კარგი სუფთად ჩატარებული პროტოკოლი და ყველაზე მთავარი რეციდივის მიზეზები არის პოსტოპერაციული ჭრილობის მოვლის საკითხები, რომელიც პირის გულში ძალიან იმაზე გაცილებით მეტად საყურადღებო, ვიდრე სხვა განზომილებებში, ხო, ბიქსოვლებში. პაციენტის როლის პირდაპირ როლს თამაშობს არა მარტო შესრულებული სამუშაოს, არამედ წესების დაცვა და პროტოკოლის, არამედ პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდის პაციენტის მოვლის ინდივიდუალური მოვლის საკითხები და ამის კონტროლი და კომუნიკაცია პაციენტთან ხშირი. პაკეტთა და მოდი ძაფების არა, ეს იძლევა რისკების აღმოფხვრას, რეციდივს უკავშირდება. მინდა გამოვიყენოს შანსი და ორი სიტყვით შევეხო ორთოგნათიურ ქირურგიას. ზოგადად პაციენტს ასე თუ ისე აუხსნათ თუ რა არის ეს და რატო იცი? რამოდენიმე თვის წინ, არ მახსოვს როდის, მაგრამ შარშან გავრცელდა TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, სადღაც სოციმედიაში ბედნიერი ადამიანის ოპერაციამდე ვიდეო და ოპერაციის შემდეგ აღნიშნული ოპერაცია, რომელმაც მოაგროვა ძალიან ბევრი ნახვა, არ იყო ჩატარებული სხვათა შორის საქართველოში, აგერ მეზობელ ქვეყანაში, თუმცა ვიცი რომ საქართველოში ტარდება და ამიტომ უფრო მეტად პოპულარული გახდა, უფრო მეტად იციან თუ რა არის ეს ორთოგნათიური ქირურგია და რა არის. ორთოგნათიური ქირურგია წარმოადგენს ყასახის ქირურგიის ნაწილს, რაც ცვლის ზედა ქვედა ყბის, კბილთარკალის, კბილთაბჭკრივის ანატომიურ მდგომარეობას. იმ პათოლოგიურ მდგომარეობიდან ფიზიოლოგიურ მდგომარეობას მივყავართ. ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, კომბინირებული და მრავალეტაპიანი ოპერაციები, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ერთ ოპერაციაში მოიცავდეს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. არსი მდგომარეობს ყბის, ბაყბილთა სისტემის ანატომიური ნორმის, ყბის აგებულების ანატომიური ნორმის მდგომარეობის დაბრუნება. მისი ჩატარების აუცილებლობა და პროგნოზირება არის ყველა ადამიანში ინდივიდუალური და დაწყებული ასაკიდან დამთავრებული თქვათ რეაბილიტაციის პერიოდით. და ეს კომბინირებული მკურნალობის მეთოდია, რომელიც მოიცავს როგორც სტომატოლოგიას, ორთოდონტიას, შესაბამისი მომზადების ეტაპები, შემდგომ უკვე ქირურგიული ნაწილი. მარტო ქირურგიული ნაწილი ორთოგნათიურ ქირურგიაში არ არის და ეს ცნება არის, ასე ვთქვათ, როგორც სტომატოლოგიის, ასევე ყასახის ქირურგიის კომბინირებული მუშაობა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიდის. ჩვენ ხო საუბრობთ ყბების შეწევა გამოწევაზე. ეს ყველაფერი ხდება გარკვეული კონსტრუქციებით. გარკვეული, ესე ვთქვათ, ყბის ანატომიური ნაწილების ან მოკლებით, ან მომატებით, ხო? ტრანსპოზიციით, რაღაცა ქვედაკბის ნაწილით, გააჩნია რა სახის ორთოგნათიურ ქირურგიას საუბარი, ან თქვათ ხანგრძლივ პერიოდის ორთოგნათიურ ქირურგიას, ხო? იგივე, ესე ვთქვათ, ზედაყბის რეკონსტრუქცია, ხო? და აქაც არსებობს იმპლანტი? რა თქმა უნდა, ეს საკუთარი გადატანილი ეს იმპლანტით, ესე იგი, იმ გადანაცვლებული ძოვანი ქსოვლის ანატომიურ მთლიანობა ნორმაში ფიქსირდება ეგზოოსალურიან ძვალზე და იმპლანტების საშუალებით. რაც რჩება? რაც რჩება მუდმივად კიდიდან, იგი ბატონო. და პაციენტი მიიღებს სასურველ ესთეტიურ ანატომიური აგებულების, ფუნქციური აგებულების და ესთეტიური აგებულების ნორმალიზებას. და საჭიროა ეს უნდა იყოს კომბინირებული ორთოდონტთან კომბინაციაში, იმიტომ რომ აქ მარტო ვიზუალური მდგომარეობა არ არის, ბაყბილთა სისტემა იცვლება, კბილების ურთიერთშეთანხმება იცვლება, ამიტომ ის უნდა იყოს წინასწარ კარგად დაგეგმილი, პროგნოზირებული და საჭიროებისამებრ წინასწარ ორთოდონტული მკურნალობის გავლილ ეტაპის შემდგომ. რთულია რეაბილიტაცია. ხანგრძლივი პროცესია. განსაკუთრებით ორთოგნათიური ქირურგია ტარდება
მოზარდთა ასე ვთქვათ აჰა. ასაკში, არის შემთხვევები, როცა უფრო გვიანელ ასაკში, მაგრამ უფრო მარტივია, გაცილებით და მართვადია. როცა ორთმკურნალობა არის დაწყებული, მომზადებულია პაციენტი და უკვე ეს დაასრული ანატომიური აგებულების შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა. არა მაშინ, როცა უკვე გარკვეული სახის ადენტია და სხვადასხვა პათოლოგიური კბილთამწყრიში, რომელიც ფუნქციური აღდგენის პროცესს ახაგზლივებს. ამიტომ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ, ძალიან ესე ვთქვათ, ხანგრძლივი პროცესია ყველა ვარიანტში, მაგრამ შედეგი ორიენტირებულია მრავალი ესე ვთქვათ, კომბინირებული მკურნალობის. ასაკი აღნიშნეთ ლევანი ექიმოდა რა, ასაკშია ყველაზე სწორი დრო. როცა ყბის და დასრულებულია. სასურველი. აჰა. ნუ რეაბილიტაცია ამ შემთხვევაში მარტივია უფრო და შედეგიანი. ხო, საინტერესოა, ბევრი კითხვა ჩდება მაინც. ბევრი კითხვა მაქვს. კი. თუმცა მიხარია რომ საბოლოო ჯამში მრავალ თემას შევეხეთ, ონკოლოგიასაც შევეხეთ, კბილის იმპლანტაციასაც შევეხეთ, ყბასახის ქირურგიას შევეხეთ, ყბასახის ქირურგიაში ორთოგნათიურ ოპერაციებს შევეხეთ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. გნათოლოგია რა არის? გნათოლოგია არის ქვედაყბის თავის ქალაზე თავთან ურთიერთობის მართვა. მარტივად რო გითხრათ. საქართველოში გნათოლოგები ყავს? კი, ყავს ძალიან კარგი გნათოლოგები, რომლებიც ეწევიან ამ ქრონიკული პათოლოგიის, ესე ვთქვათ, რომელიც სახსრასთან დაკავშირებული პათოლოგიებია, გამოხატული როგორც ანატომიური, ასევე ფუნქციური დარღვევით მკურნალობას და პირდაპირ დაკავშირებულია კბილთა მწკრივში სრულფასოვნებასთან და საფერქვედაყბის სახსრის სწორ ფუნქციონირებასთან, ამის მართვასთან. ესეც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. და დეფიციტების შემთხვევაში არა შედეგიანი. ანუ თუ გვაქვს კბილთან კავშირში რაიმე სახის გამოხატული დეფიციტი, მწკრივის, დგომის, ადენტიის სახით, გნათოლოგიის მკურნალობა სრულფასოვანი არ იქნება. ამიტომ ამ შემთხვევაში გნათოლოგები ყოველთვის ითხოვენ ამ ყველაფრის კომბინაციას. და თუ ყბა ткაცუნებს, ან აქვს პაციენტს ტკივილი, თქვათ, აი ამ მიდამოებში, ვისთან გნათოლოგთან მედის კონსულტაციაზე? სხვათა შორის გეტყვით, რომ ხშირად გამომდინარე იქიდან, რომ საფერქვედაყბის სახსარი ლოკალიზდება ყურის ჭავლის წინ, ძალიან ხშირად კურსხვის ექიმთან ხდება პაციენტი. ოტორინოლარინგოსთან. ხო, ესეთი მომენტები, მაგრამ ეს პაციენტები შემდეგ ხდებიან შესაბამისად ყბასახის ქირურგებთან და უკვე კონკრეტული პრობლემის აღმოსაფრად უკვე ერთმევიან ორთოდონტები და გნათოლოგები. ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსური მიდგომა. კი, კომპლექსური მიდგომა და ერთი სპეციალისტი ვერ მიიღებს შედეგს. იქ დეფიციტების აღმოფხვრა შეიძლება დაჭირდეს ქირურგიც, ადენტიის აღმოფხვრა შეიძლება დაჭირდეს ქირურგიც, ორთოპედი რა თქმა უნდა აუცილებლად რომელიც შექმნის შემდეგ იდეალურ ოკლუზიას, ეს ნიშნავს რომ კბილთა მწკრივის შეხება იქნება ისე თანაბარ ზომიერი და თანაბარ მხრივი ორივე მხარეს, რომ სახსრის ანატომიური მდგომარეობა და მისი მუშაობა არ იქნება პათოლოგიურ განზომილებაში და ამ შემთხვევაში ჩივილები უკვე აღარ იქნება პაციენტს. ნუ შეიძლება ითქვას ხმაური კაცუნი სრულფასურად არ გაქნეს, იმიტომ რომ ეს უკვე ანატომიურ ცვლილებას განსაზღვრავს. ანატომიურ ცვლილებას, რომელიც მოიცავს როგორც ძვლის საფერქვედაყბის სახსრის როგორც ცლოვანი ნაწილის, ასევე ხრტილოვანი ნაწილის. გაცვეთილი შეიძლება იყოს. ხო, ეხლა რომ ეს რეაბილიტაცია რა თქმა უნდა სრულფასურად არ ხდება, მაგრამ ფუნქციის თანაბარ ზომიერია, ნუ ორხრივი თანაბარ ზომიერი ფუნქციის და სასახსრთავის მოძრაობის ამპლიტუდის სწორი მართვა ყველა სახის სიმპტომს, რომელიც შემაწუხებელია პაციენტისთვის, აკრობს და მათ შორის ამცირებს იმ ხმაურის გამოცემას, რომელიც შეიძლება გვერდში მდგომსაც აწუხებდეს საკვების მიღების დროს. ეს მოდის. აპნოე? პრობლემა არის ბევრი ფაქტორია და ვისთან მოდის პაციენტი ოტორინოლარინგოლოგთან? ხშირად. კი ბატონო. მასახის ქირურგთან ჩვენთანაც გვაქვს. გასაგებია. ნელ-ნელა ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ და არა კლინიკურ ნაწილს უნდა შევეხოთ. პატარა ბლიც კითხვები მექნება ლევანი ექიმო. დილის ადამიანი ხარ თუ ღამის? დილის. რომ საათით გები? ძირითადად გამომდინარე სკოლაში სიარულისა, რომელიც შეიძლება ითქვას დიდხანს არ დავთავრდეს, შესაბამისად 8 საათს კი სკოლამდე გაცილებით ადრე რომ მოემზადოთ. მეც დილის ადამიანი ვარ, მეც დილის ადამიანი. ყავ თუ ჩაი? ყავა.
ოუ, ნუ ბათუმში ახლა. რა ის ჩაი? ჩაი კი. კი, ბათუმური ყავა ვინ არ იცის. ერთი ადგილი, სადაც სრულად ისვენებ და ესე ვთქვათ, ითიშები. გარემოს სივრცეს თუ გულისხმობთ, ალბათ ბუნება და იქ სადაც მეტი დრო მაქვს გატარებული. დისციპლინა თუ შთაგონება? დისციპლინა. რას აფასებ ყველაზე მეტად ადამიანებში? მარტივად რო ვთქვათ, ყველაზე მეტად ადამიანში გულწრფელობაა დასაფასებელი. იმის მდგომარეობაში შრომის მაყვარებას ვაფასებ. სიზარმაცეს ვერ ვიტან. აი დღეს არა და მოდი ხვალე გავაკეთო, ეს ცოტა სრული ფაქტორია. დღეს უნდა გავაკეთო, დღეს გკეთდება. აქ და ახლა. ერთი წესი, რომლითაც ცხოვრობ. არ არსებობს დაუძლეველი. ყოველთვის ვერ გავაკეთებ ეს მომენტი თუ არის შესაძლებლობა აუცილებლად გაკეთდება. წესი არის ეს და შედეგები ალბათ ამას აჩვენებს. რთული სამსახური გაქვს და ბოლო კითხვა. რა არის შენი ჰობი? ჰობი. როგორ ისვენებ? ბუნებასთან ურთიერთობით. ნადირობა. ყოველთვის ვერ ვახერხებ. ჰობი შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ ერთ-ერთი თავარი, რომელსაც ძალიან ამ პერიოდში ცოტა დრო დარჩა. უფრო მეტი მომენტებია, რაც შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, ოჯახი, ბავშვები. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. კაი ხარ, დიდი მადლობა. მეც ძალიან საინტერესო და კარგი. გამოვიდა. მადლობა.